შეგვიძლია ხო დავიწყოთ? პრინციპში თემა ისეთი გვაქვს, რომ უხართ შეგვიძლია რომ გადავჭდეთ და რაღაც წითელი ღვინაც მოუხდებოდა რა. ხო, ღვინო აქაც შემიძლია ესე ბუხრის გარეშეც ზოგადად ხო არ მე შეიძლება ხო არა მე ვიფიქრე რომ წავახალისოთ მომავალი სპონსორები მეთქი შვენიერი ძალიან კარგი თან მე ვარ მაგარი წითელი თეთრი გვაქვს არჩევანი თეთრი ერთი ჭიქადას მანავი იყოს მანავი არა გავაკეთებ საფარისია, მადლობა. კაი სუნია, ცოტა მომწარო. აი აქ რანდევუზე გვაჩუქეს და ასეთ. მადლობა. მაშინ მეც დავისხამ, რომ მოგიჯახუნოთ. დრაკონას არაფერი. ცოტა. მაწონია, დავით. არა, მე ზარული. ერთი ჭიქა რას გიტანს? არა, დამაჩერებენ და მიხმა. მოტლა. არ გონი. რატო გაჩერებენ? გაჩერებენ, მოტლა? დიდობას ვამბობდი ხოლმე, მაგრამ შემაძულეს ეს. გაგვიმარჯოს. ესე კარგი დაწყებაა. დავახალისებთ მომავალ სპონსორებს რა. შვენიერი, მადლობა რომ გვესტუმრეთ, ძალიან მიხარია თქვენი მასპინძლობა. მადლობა თქვენ. საკმაოდ საინტერესო და ძალიან აქტუალური თემა გვაქვს ეს ტრამპის პოლიტიკა და ძირითადად მისი გავლენა საქართველოზე, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით გაიშალა ფრონტი ამერიკის, თქვათ, შიდა პოლიტიკაში, სხვადასხვა რეგიონებთან, განსაკუთრებით უკრაინასთან არის საინტერესო დამოკიდებულება და რას შეცვლის მათი ეს ახალი პოლიტიკა, მაგრამ ჩვენთვის ალბათ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მაინც ამ ყველაფრის ჩვენზე გავლენაა და იმედი მაქვს, რომ დღეს მაქსიმალურად მოვიცავთ სხვადასხვა თემებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და აი რა ზოგადად შესავალი, რომელიც აიღებთ თქვენ თავზე ინიციატივას, აი რა ხდება სამყაროში. ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოფლიო პოლიტიკაში. ჩვენ ახალხანს ყველა მოწმენი ვიყავით მუნხენის კონფერენციაზე, რაც მოხდა და რაც ხდება და გამგზობითი ეფექტი აქვს აშკარად ამ ყველაფერს. ევროპის ხელმძღვანელები იკრიბებიან სასწრაფოდ, ესე იგი ცდილობენ გადაწყვიტონ რაღაცა პრობლემები, რომელიც ამ კონფერენციამ წარმოშვა. და ეს ტექტონური ძრვა უკავშირდება ამერიკის საგარეო პოლიტიკის და საშინაო პოლიტიკის სხვათა შორის. ეს არ უნდა დაგვაუწყდეს, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით გამომდინარეობს საშინაო პოლიტიკიდან, საგარეო გამომდინარეობს საშინაოდან რადიკალურ ცვლილებებს. და ეს ცვლილებები, აი როგორც კენს გადავაკეთებთ წყალში ხო და რგოლები რომ მიდის, ესე იგი აისახება აუცილებლად თელს დანარჩენ სოფლიოზე ბუნებრივია, იმიტომ რომ ამერიკას ეხება. რა ცვლილებებზეა საუბარი? შევეცდები ორი სიტყვით ავხსნა 80 წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ამერიკას თუ შეიძლება ასე ითქვას, აბორდაჟზე ყავდა აყვანილი დასავლეთ ევროპა, მერე ამას მიემატა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაც. აბორდაჟში იგულისხმება მათი ომის შედეგად დაანგრეული ეკონომიკების აღდგენა, წახალისება, ამაში ინვესტირება თანხების. და ომის შემდგომ ცივი ომის სიტუაციაში უკვე აი ამ უსაფრთხოების ქოლგის შექმნა, რამაც პრაქტიკულად დასავლეთ ევროპის ქვეყნები გაათავისუფლა მნიშვნელოვანი სამხედრო ხარჯებისაგან. და ეს მდგომარეობა ნარჩუნდებოდა დღემდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, რუსეთის გაძლიერების შემდეგაც. ანუ უამრავი ცვლილება მოხდა სოფლიოში და აი ეს ხაზი დარჩა ჩვეულებრივად. ამას დაემატა ის, რომ ეს არის
ობიექტური პროცესი შეიძლება დავარქვათ. მოთხოვნილებები იზრდება, სოციალური რაღაც ხარჯები სახელმწიფოსი იზრდება, ეს ბუნებრივად მოხდა, ხო? დასავლურ ცივილიზაციაში ერთის მხრივ სახელმწიფოს ამერიკულ სახელმწიფოს უწევს ამ ხარჯების დაფინანსება, მეორეს მხრივ სამხედრო ხარჯების დაფინანსება ნატოს შემავალი ქვეყნების დაახლოებით 90% ხარჯების ამერიკელების არის და აი ამან წარმოქმნა დისბალანსი ბიუჯეტში, რომელიც უკვე თითქმის 37 ტრილიონ დოლარს წარმოადგენს. ეს არის სერიოზული თანხა. ეს უკვე ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორც შეერთებული შტატებია, სერიოზული თანხა, იმიტომ რომ ყოველწლიურად ვალის პროცენტებში უკვე ამერიკა იმაზე მეტ სიხდის, ვიდრე მისი სამხედრო ბიუჯეტია წარმოიდგინეთ. ამიტომ ეს ტვირთი გახდა აუტანელი ერთი სახელმწიფოსთვის. ეს ერთი, მეორე და დავასრულებ და მე გიგი გააგრძელებს. ამერიკული სამხედრო დოქტრინა ყოველთვის ითვალისწინებდა ამერიკის შეიარაღებული ძალების ჩართვას ერთ ფართომასშტაბიან და მაქსიმუმ ორ ნაკლები ინტენსივობის მქონე კონფლიქტში. ანუ სამხედრო დოქტრინა იყო აი ასეთ ხედვაზე აგებული. დღეს ამერიკელებს ყოველ შემთხვევაში ეს ხედვა შეცვლილი აქვს და ისინი ხედავენ, რომ შეიძლება ამერიკას თუ ესე გაგრძელდა ყველაფერი ორ მინიმუმ მაღალი ინტენსივობის ფართომასშტაბიან კონფლიქტში მოუწიოს ჩართვა, მე გულისხმობ ერთ ევროპაში და ეს კიდე აზიაში. ამიტომ აი ამ მიზეზებმა განაპირობა ის, რაც მოხდა, ხო? პლუს კიდევ ერთი მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთელი ეს პერიოდი, როდესაც ამერიკა აფინანსებდა ევროპის უშიშროებას, უსაფრთხოებას, ხო? ევროპელები პარალელურად აგრძელებდნენ, სხვათა შორის ეს არ დაწყებულა შრიოდერით და მერკელით. ეს დაიწყო ჯერ ჰელმუტ შმიტის და აი კანცლერების დროს, კოლამდელი კანცლერების დროს, 70-იან წლებია, როცა გაიჭრა ეს ნავთობსადენები, გაზსადენები და მშვენივრად ასე ვთქვათ, ევროპელები სარფიანად ვაჭრობდნენ და ფულს აძლევდნენ თავიანთ ესე იგი პოტენციურ კი არა რეალურ მოწინააღმდეგეს და ჩვენ ყველას გვახსოვს თორსები ნატოს სამიტი იყო 2018 წლის, სადაც ტრამპმა ეს პრეტენზია პირდაპირ წაუყენა გაეროსში გამოსვლის დროსაც გააკეთა მან ამაზე აქცენტი, ყველას გვახსოვს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი როგორ დასცინოდა პრინციპში, ხო? ამერიკის პრეზიდენტს. ამიტომ მოვედით იქ, სადაც მოვედით. ტრამპს ერთი პლუსი, რასაც ვერ დაუკარგავს, ის არასდროს, ასე ვთქვათ, არ მალავს თავის განზრახვებს, რასაც პირდება, რასაც ამბობს, რომ ეს იქნება მისი გენერალური ხაზი, ის ამას აკეთებს. იქ ახლა ტაქტიკურად უკვე მაგაზე მე ვისაუბრებთ როგორც არამე. კი, საინტერესოა. ეს მოცემულობა იცვლება განსაკუთრებით აი გუშინ მიუნხენში რაც მოხდა, აშკარად და ევროპამაც მე მგონი პირდაპირ კაფეო სიგნალი მიიღო, რომ ესე აღარ გაგრძელდება და აი რას ნიშნავს ეს იქნებ გიგი მას გითხრას. იცი რა, ნიშნავს ბევრ რამეს, მაგრამ აქ ის არის ყოველთვის როცა ლაპარაკობენ ამ ტრამპზე, ამერიკაზე, ახალ პოლიტიკაზე, რეფერენს რა გასდევს, რომ ტრამპი არის, რა ქვია მაგას, უთვალისწინებელი თუ რა სახელმწიფოს არაპროგნოზირებადი, ისა ტრამპი არ ვიცით რას იზამს რა. ძალიან პროგნოზირებადია, ხა თუ იცი რა უნდა. და თუ იცი, იმიტომ რომ მithun ამერიკის პრეზიდენტი მithun ეს ტრამპი პირდაპირ ლაპარაკობს რა უნდა ხოლმე და რა უნდა ამოხვიდე იქიდან რა უნდა გამომდინარე იქიდან რომ ამერიკა ღარიბდება. ღარიბდება იმიტომ რომ ინფლაციაა. შეიძლება ეს არ ეთქობა ძალიან გარედან, მაგრამ ღარიბდება იმიტომ რომ ინფლაცია ფასები იწევს. ეს 37 ტრილიონი ზუსტად მაგან გამოიწვია რომ თავისი ფული აღარ აქვს. იმისათვის რომ დაუშვათ ეს რაღაცა საგარეო პროექტები და ფინანსური სულ იღებს და მე ესეთ მდგომარეობაში არის. და ნაწილობრივ კიდე დოლარის ბეჭდვით. ხო, დოლარის ბეჭდვით ცდილობენ და ეგეც ცდილობენ არ დაებეჭდათ. ცდილობენ არ დაებეჭდათ, მაგრამ მოუწიათ მას. მოკლედ ის არის რა, კლასიკური ესე იგი ფინანსური ბაზის მდგომარეობა, როდესაც ფინანსური ბაზარი სუსტდება გარემო პირობების გამო. ეს იყო შეიძლება კარგი, ვერ მკითხვა არა, მაგრამ შეიძლება ეს კარგი იყო 90-იან წლებიდან, მაგრამ ეხლა აშკარად უკვე აღარ მუშაობს რა. ამიტომ ტრამპმა რა თქვა, ხო, ტრამპი ეს დიდი ხანია დაწყებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ამერიკელები ითხოვენ და ბევრი ითხოვს სამიმისი ემიგრირებული ეკონომიკის დაბრუნებას. დაბრუნება წარმოება ამერიკაში რომ თორეს მაშინ ყველაფერი იქნება კარგად.
ეს არის ამერიკელის თვალსაზრისით, როცა სამსო აი მე როცა საერთოდ დეტროიტში როცა ქარხანა დამიხურეს და წაიღეს იმაში იაპონიაში თუ სადღაც რო წაიღეს, მე ეს ქარხანა მინდა, იმიტომ რომ აი ნახე რა კარგად ცხოვრობდი და ეხლა რა დღეში ვარ რა. მაგრამ იყო ამერიკის პერიოდში, ეგეთი ამერიკის ისტორიაში ეგეთი პერიოდი, როდესაც ამერიკაში იყო ძალიან დიდი წარმოება იყო და გაგეცინება და ამან გამოიწვია ინფლაცია. იმიტომ რომ არ არსებობდა ბაზარი, სადაც ეს მისი პროდუქტი გაიყიდებოდა. აი ინფლაცია რო იყო ეს დეპრესია, ინფლაცია რო იყო, ეს მაგის შედეგი იყო. ის კი არა რომ ამერიკელი არ აწარმოებდა, პირიქით ძალიან ბევრს აწარმოებდნენ და მე ვერ ყიდით ამას რა. ვერ ყიდით, იმიტომ რომ იყო ძალიან მძიმე ვითარება მთელ მსოფლიოში. იყო ევროპაში იყო მონარქიების ბრძოლა, სულ სხვაგანაც ასევე მონარქიების ბრძოლები იყო ადეკვატური და ეს გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ თუ პროდუქცია და თუ წარმოება დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და არ იქნა ბაზარი უზრუნველყოფილი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები გაყიდის ამ თავის პროდუქციას, არაფერი არ გამოვა, იმაზე ვარესი მოხდება, რაც ხდება ახლა. ეგ თავის დროზე გადაწყვეტა უდროვილსონმა კორტო შეეცადა და დიდი წილი გააკეთა ამ გადაწყვეტის, როდესაც მიაღწია პირველი მსოფლიო ომის მერე ზღვების განთავისუფლებას და სხვა თავისუფალია ჩვენ და უმადლობთ უდროვილსონს. ჩვენ რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით 1920 წელს, მაგასაც უდროვილსონს უნდა უმადლობთ, მაგრამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ კაცმა, არ ვიცი მაგის ის დამსახურებები. ბოლომდე არ გამოვიდა და ნუ რაც მოხდა მე ეს ესეთია რა, სკულპტურის ისტორიაში არ მიდა ჩალე, მაგრამ ტრამპს ახლა უნდა ზუსტად ეგა რა, ანუ სულელი იყო, ესე იგი, არ გააკეთო სოფლიო ბაზრის დემოკრატიზაცია და ლიბერალიზაცია და გინდოდეს რომ ამერიკაში დაბრუნდეს წარმოება. აი ეს არის ისა მიზანი. შეხვდა იმის ვიცე-პრემიერ-მინისტრს იაპონიის, დაპირდა ის ორ ქარხანას გადმოვიდა, მოკლედ კიდე რაღაცები უამრავი რაღაცა, უამრავი იმას პირდება საგაცნობო შეღავათებს ვის დააბრუნდებს ამერიკაში წარმოებას, მაგრამ ამას აუცილებლად ჭირდება ბაზარი. ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და ბაზარი უნდა იყოს დამოუკიდებელი იმისათვის, რომ ამერიკული პროდუქცია გაიყიდოს მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარეობს ჩინეთის შეზღუდვა, აქედან გამომდინარეობს ევროპას როდესაც აწვევა რომ დაუშვათ ისქნას პროტექციონიზმი მოხსნას დაუშვათ ამერიკულ მანქანებზე დაწიოს ისა გადასახადი რომელიც ევროპულ მანქანებზე უფრო მეტია და აქედან გამომდინარე არის ის რასაც შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ცდილობს გააკეთოს იმაში შუა აღმოსავლეთში და იგივე რაც ცდილობს გააკეთოს უკრაინაში. ანუ მას უნდა რომ ესე იგი რუსეთი და ჩინეთი აღარ იყვნენ ძირითადი მოთამაშეები და მას უნდა რომ ევროპაში იყოს მშვიდობა და ძალიან გრძელვადიანი მშვიდობა რას ნიშნავს? ხო, ეს ადამიანები გამდიდრდებენ და ბევრ რამეს იყიდიან. პრიმიტიულად ეგრეა რა. ბევრ რამეს იყიდიან, ყველაფერი იქნება კარგად, იმიტომ რომ ამერიკაში დაბრუნდება წარმოება და ესე იგი გაისტუმრებენ თავისუფლებს, ამას ყველაფერს გააკეთებენ და ტრამპი მიაღწევს იმას, რაც ბოლომდე ვერც ვილსონმა გააკეთა და ვერც რეიგანმა ვერ გააკეთა. პირიქით რეიგანის მერე ზუსტად დაიწყო ეს წარმოების გატანა ამერიკიდან ეს არის. 90-იან წლების დასაწყისიდან იწყება ეს ყველაფერი. აი ეს არის ფონი. ესე იგი რის გამოც ამიტომაც ვილაპარაკო იმაზე რომ ჩვენ არ ვიცით ტრამპი რას იზამს, არა, ეს თუ იცით ახლა რაც მე ვილაპარაკო, ძალიან კარგად იცით ტრამპი რას იზამს რა. თან პროგნოზირებადია. ყველა რალიზე ილაპარაკა მე პრაქტიკულად არ გამოვტოვე, ყველა რალი წინასაარჩევნო შეხვედრა მასობრივი რაც ქონდა. ერთი და იგივეს ლაპარაკობთ, თქვენ შეგიძლიათ გადაახვიოთ, მოისმინოთ და ზუსტად იგივეს ლაპარაკობს ახლზე, ზუსტად იგივეს აკეთებს. ეს დავამატებ გიგის ნათქვამს რეინდუსტრიალიზაციას ის უყურებს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხითაც, იმიტომ რომ პრაქტიკულად აღმოჩნდა რომ მაგალითად ამერიკის ფოლადის წარმოება თითქმის ნულზე იყო დაყვანილი. ჩინეთიდან შემოქონდა ნატრთობით ფოლადი წარმოიდგინეთ. ისევე როგორც ჩინეთიდან შემოდიოდა საბაზისო მედიკამენტები და ასე შემდეგ. ანუ ქვეყანა რო აღმოჩნდეს სამხედრო კონფლიქტის მდგომარეობაში მაგალითად იგივე ჩინეთთან და მარტო ეგეც არა. განიარაღებულია უბრალოდ ელემენტარულად. ხო, მაგრამ როგორ მივიდნენ აქამდე, აი რა იყო მიზეზი? ეს არის პროტექციონიზმი, ეს არის უბრალო კორუფცია, ეს არის უბრალო ჯიბეში ქთავები, აი ამ გზით მივიდნენ რა. ერთი ძალიან კარგი მაგალითი, რომელსაც ხშირად იყენებენ, აი ამ ესე იგი იმაზე ტაქსების кейსზე. ეს ობამას დროს მოხდა. ესე იგი ობამას დროს აიწია საბურავებზე ტაქსები შემოტანილ საბურავებზე რომ ადგილობრივი საბურავები წაეხალისებიათ, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ფასები აწიეს ამ ადგილობრივებმა და ადგილობრივი ფასები მხოლოდ იმით აწიეს, რომ ის საბურავი ჩინეთიდან იყო შემოტანილი, რომელსაც ესენი არ ქონდა რომ ადგილობრივია. აჰა.
ესე მოხდა. ის იგივე დაუშვათ ის იმისი მექსიკიდან შემოსული პროდუქციის ძალიან დიდი წილი არის ჩინეთში წარმოებული, რომელსაც უბრალოდ არტყია რომ made in Mexico. და ასე კანადიდანაც ასევე რა. ანუ ეს ხიფათებია, რომელსაც არ ამბობენ, იმიტომ რომ ეს რო პირდაპირ თქვა, ესე იგი პირდაპირ დააბრალო რომ ქურდები ხართ რა. იმას კანადასაც და მექსიკასაც, მაგრამ ეს ესეა რა, ეს ესეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შუალედური საწარმო აქვს იმას ჩინეთს, როგორც იმაში კანადაში, ასევე იმაში მექსიკაში. და ამათ საშუალებით ხდება შემოდინება და ეს უსაფრთხოების ამბავი, რა თქმა უნდა, უზარმაზარი უსაფრთხოების ამბავი, რომ შენ თუ უნდა აწარმოო შენი წამალი და შენ თუ უნდა აწარმოო შენი იარაღი, ხო? ხო, სხვანაირად არ გამოვა. თამით უმეტეს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები და ესეთი პრეტენზიები აქვს და ესეთი მიზანი აქვს. ხო და ამიტომაც აი აქედან ყველაფერთან გამომდინარე, ხო? ახლა თვითონ მოყევით და დაითვალეთ, რა არის აი ამ ხაზში არაპროგნოზირებადი. ხო და ცდარად აბრალებენ, თქვათ ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს იზოლაციონისკენ მიდის. აი იზოლაციონიზმი რომ დაიწყო ზუსტად იმის მერე. სწორედ იმ არგუმენტის გამო რაც თქვით. სწორედ ვილსონის მერე რომ დაიწყო იზოლაციონიზმი, დაიწყო ეს იზოლაციონიზმი, იმიტომ რომ რაღაცა დაიღალა ისა ამერიკული მოსახლეობა ამორჩეველი დაიღალა, იმიტომაც წააგო ვილსონმა ისა უცნაურ წაგორჩევნები, შემდეგზე თუ ავად იყო და არა უკვე ავად იყო ისედაც ორი ვადა ისედაც ორი ვადა ქონდა რომ მისმა რესპუბლიკურ პარტიამ წააგო არჩევნებს წააგო ზუსტად იმის გამო რომ მათ დაიწყეს იზოლაციონიზმი ზუსტად ეს მოხდა რა იმიტომ რომ აღარ უნდათ ეს ამორჩა და ძირითადად ლაპარაკი იყო იმაზე რომ სამუშაო ადგილების გაზრდა პროდუქციის გაზრდა ამის გაკეთება საბოლოოდ მოხდა ის რაც ესე იგი გამოიწვია ეს ისა რა თუმცა იზოლაციონიზმის ტენდენციები მაინც არის ამერიკელ ამორჩევლებში იზოლაციონიზმი რას ნიშნავს ესე იგი ერთი რა თქმა უნდა არის იმიტომ რომ ისინი ამბობენ რომ ჩვენ ძნელი ახლა ჩვეულებრივ ამორჩეველს აუხსნა ესე იგი რა კარგია როდესაც მაგალითად ინდოეთის ზღვა თავისუფალია რა მაგრამ ვერ აუხსნია მას ახლა ლაპარაკი შენ იმას რა ახლა საქართველოს ინდოეთის ზღვის შესახებ რა არ გამოვა ეგ რა ქართული პოლიტიკოსების დაფინანსება ხო ქართული პოლიტიკოსების ან თუნდაც იმაზე რომ ესე იგი რაღაცა გერმანიამ უნდა დაუწიოს მანქანის ისა რაღაცა გადასახადო ვერ გაიგებს ისა რა ამიტომ ეს არის და არის ესეთი სამართლეს ამას ვერ დაარქვე მაგრამ გასაგები მოთხოვნა რომ ჩვენ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ ახლა მით უმეტეს ეს ესე იგი მასკის კვლევები და მასკმა გააკეთა ძალიან მაგარი რამე ესე იგი ფაქტობრივად მასკმა რა გააკეთა აიღო და ხელოვნურ ინტელექტს ასწავლა აუდიტორობა ეს არის თელ ყველაფერი 9 კაცი თუ 10 კაცი ვიწყავს იქ ეს ესენი ნიჭიერი და თითქმის გენიოსი ხალხია მივიდა ეს დეველოპერები ხელოვნურ ინტელექტს და ამას აკეთებენ ადგენ ასწავლეს და იმან იპოვა უშინ რა იყო 100 მილიარდი მოპარული ფული. ეხლა ეს 100 მილიარდი ფული როგორ იპარება, ხო და ის არის კიდე ყველაზე სასწაულო ფაქტები ხო უმრავია. აი ამ მოპარულ ფულზე ნუ მაიმუნებს ხეს უცვლიდნენ და ცდილობდნენ ტრანსგენდერი მაიმუნები გამოიყვანონ, ტრანსგენდერი ვირთხები გამოიყვანონ, ამას აკეთებდნენ. ეს მართლა კეთდება, ეს მართლა კეთდებოდა, კი. არა რეალურად. ხო, აი მაგრამ გარდა ამისა კიდე იყო ესე პირდაპირ ის რაც არის და კიდე იყო რა თქმა უნდა დუბლირებული სოციალური ნომრები. და გარდა ამისა კიდე იყო დუბლირებული კი არა, ესე იგი ფეიქ ისინი. ფეიქ ხალხი რა, ესე იგი აღმოჩნდა ამ საბუთებით რომ ამერიკაში 112 წელს გადაცილებული 220 წელს გადაცილებული აი ხო და არის სულები ყავდა 112 წელს გადაცილებული 6 მილიონი 220 მეგონი არც ერთი 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ეს როგორ ხდება რა ანუ არის ერთი მონაცემთა ბაზა სადაც მაგალითად წერია სოციალურ იმ ტიპების ვინც უნდა მივონ დახმარება. არის მეორე სოციალური ბაზა, სადაც წერია რომ ეს სოციალური ვინ არიან. არის მესამე ბაზა, სადაც კიდე რაღაცა სხვა წერია. ამისი აი ესე ხელით და თუნდაც პრიმიტიული, რაც უკვე პრიმიტიულს ვეძახით, კომპიუტერული ტექნოლოგიებით ამისი ანალიზი ვერ შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მონაცემთა ბაზებია. ხო, იმიტომ რომ ეს გააკეთა, რა გვასწავლებს ეს გააკეთა, აი უცებ იპოვა რა, ამ ბაზებში შესაბამისობები, შეუსაბამისობები და აღმოჩნდა რომ ესე იგი 6 მილიონი აღსაკალი ცხოვრობს იმაში რა, ამერიკაში და იღებს იმას სოციალურ დახმარებას. თუ გარდა ამისა ისიც რა, რა თქმა უნდა, ეს დუბლირება. ბოდიში. წლები. თვიძე გამახსენდა, ერთი რაც თვალში საცემია, აი ეს ექსტრავაგანტულობა და თითქოს აი ეს ბავშვურობა, რომელიც არის და სკეპსის იწვევს აი ეს განსაკუთრებით აი ეს ადამიანებში, ვინც ცოტა იმათ კრიტიკულად უყურებს რა და აი ეს რითი აიხსნება, ვთქვათ, მისი ხასიათით თუ ესეც დაკვეთით. მასკის, თუნდაც ტრამპის, აი ვალენტინობის დღეს ქარდი შემხვდა რაღაცა. თითქოს აი ბავშვის კომპიუტერთან და აი თითქოს რაღაცნაირად აი ძალიან ნერვებს უშლის რაღაც თავის ოპონენტებს და აი ეს სტილი ხასიათია მისი თუ იმას აი მაგათ ამორჩევს რა სინამდვილეში რომ ეს არის რა თქმა უნდა დიდწილად გათამაშებულია და ეგეც არის რა პოლიტიკოსების თამაშობენ თავის განწყობას მაგრამ ეს არის უშუალობა
რომელსაც ამერიკელი საშუალო აღმოჩენილი ძალიან აფასებს რა. ჩვენთვის არის ეგ ცოტა. და აი მასკის შვილის ბავშვით მისვლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის რომ ამას ხედავენ რომ ეს ხალხი არის უშუალო. ეს ხო ამიტომაც ეს ერთი მხრივ ამას აჩვენებს ხო და მეორე მხრივ ეს ზრდის ამ იმას იზოლაციონიზმის მოთხოვნებს იმიტომ რომ ახლა ესენი ეს ხალხი უყურებს და ხედავს რომ ესე იგი 100 მილიონი 100 ტრილიონი ნახეს იმაში მილიარდი ბოდიში 100 მილიარდი ნახეს წელს და ესე იგი სავარაუდოა რომ ყოველ წელს ესე ხდება ხო რაღაცა უზარმაზარი ფული იკარგება ამ უაზრობებს. მას კი ამბობს რომ საპროგნოზო არის დაახლოებით $1 ტრილიონის ამოღება. ნუ ამოღებაში გულისხმობ აი ესეთი დაუმისამართებელი ხარჯები. ხო, ანუ ცნობისათვის 4 ტრილიონია სულ ამერიკის ბიუჯეტი. ანუ 25% ეს თუ დადასტურდა წარმოედგინეთ 25% მიფრინავს სადღაც არა 25 ყოველწლიურად არ მიფრინავს საკლაპარაკია იმაზე რა ბოლო წლების განმავლობაში რა წელიწადში რა თქმა უნდა ტრილიონს ამერიკა არ ხარჯავს საზოგადოებრივ რა წელიწადში 100 მილიარდია ხო და მაგას გეუბნებ წელიწადში 100 მილიარდზე ანუ ეს ნიშნავს იმას რომ 10 წლის განმავლობაში 2000 მაგას აჩვენებს პენტაგონის ხარჯების ისიც იქ ხო მაგრამ ნუ ტრილიონი წარმოუდგენელია რა ხა ესეც ხადად არსად არ დაიწერებოდა რომ 4 ტრილიონიდან 1 ტრილიონი იზოლაციონიზმზე დავამატებ ერთს რა უბრალოდ ჩვენმა მაყურებელმა კარგად თუ გაიგოს ბეგონი რაზეა საუბარი ერთი წამი წარმოედგინეთ რომ ხართ ამერიკელი საშუალო კლასის წარმომადგენელი არც ბობოლა არც ბომჟი ასე ვთქვათ საშუალო ამერიკელი ხართ და შებულებით მოხდით ევროპაში. და პირველად მოხდით ევროპაში და თქვენთვის მოულოდნელად იგებთ რომ ევროპაში თურმე ისა რა ქვია შებულება ანაზღაურებული შებულება ერთი თვე არის რომ იქ ლაპარაკი არის იმაზე რომ სამუშაო კვირაში ამცირონ 4 დღეზე რომ რაღაცა ქვეყნებში უკვე მიიღეს ხო ესეთი კანონმდებლობა რომ ევროპელებს იქ რაღაცა დასვენების და იმის რაღაც უფრო უკეთეს შესაძლებლობა მე კითხებს უსვამთ ხო საკუთარ თავს კი მაგრამ მე იქ წელიწადში ძალიან ცუდი მაგალითი არა საშუალო ამერიკელი ევროპაში შეგულებაზე არ ხვდება რა არა ნუ ხო როგორც წარმოვიდგინეთ ერთი წამი და მე ხომელოვნის ხო მე იმაშვები რა ქვია ადარ ხო თქვენი ცხოვრება როდესაც თქვენ იძულებული ხართ პრაქტიკულად კვირაში 6 დღეც კი იმუშაოთ მიუხედავად იმის და ერთი კვირა თუ მოგცეს წლის განმავლობაში 1-2 კვირა ეგეც ხეერია და მოკლედ ჯაფაში და შრომაში ხარ მე დაინტერესდებით ხო რატო არის ესეთი განსხვავება და სიბრაზეს იწვევს მაგრამ თუ ჩაყვებით ამას მე მიხვდებით ხო იმიტომ რომ თურმე ევროპელები არ ხარჯავენ თავდაცვაზე არ ხარჯავენ თურმე იმაზე არ ხარჯავენ ამაზე არ ხარჯავენ ვინ ხარჯავს ჩვენ ხარჯავთ ხო შენ ახლა ძალიან დრამატული შედარება გააკეთე რიგითი ამერიკელი მასე რიგითი ამერიკელი არ მოგზაურობს ევროპაში მაგაზე იმუშავა ხო ეს იზოლაციონიზმი მაგრამ არა მაგ სხვა რაღაცაა გაწევსარი ძალიან გაძვირდა ყველაფერი რა ძალიან გაძვირდა აი გაძვირების საბები როგორ არის იცი რომ რეალურად ყველა გზნობს რა თან ეს არის ძალიან პატარა დროის განმავლობაში მაგალითად 2010 წელს თუ დაამჩვენებთ ტურისტული ფაქტია 2010 წელს თუ $15 ღირდა first aid building-ის გასვლა ეხლა $89. ანუ აი ესეთი რეინჯის ის არის რა გაძვირებები ხო და ეს მათ რა თქმა უნდა არ ვთქვით იმიტომ რომ მაინც ახლა მე ხვდები იმისა რომ იმითი ანუ ფინანსურად ისინი მაინც დიდრები რჩებიან ხო ეხლა რო შეადარო იმას ხო სხვაებთან იგივე ევროპელებს რო შეადარო ეხლა ამერიკაში ეს არის ხო საშუალო იმას კლას ოჯახში თითო ადამიანი თვითონ მანქანა ყავს ხო რა ევროპელებისათვის ეს საოცნება არ არსებობს ეგეთ ქვეყანა ევროპაში სადაც ეს საშუალო კლას ყავდეს ესა ოჯახის ერთ-ერთი ერთი მანქანა ნუ იგივე სახლები იგივე ყველაფერი როგორც არა მაინც დიდრები არიან მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ხედავენ რომ ეს ყველაფერი ძვირდება რატო ძვირდება ერთი მხრივ ეს არის ხედავენ ძალიან კარგად რომ ეს არის მით უმეტეს ახლა გამომყარდათ ამ მასკის კვლევებით ეგისა ეგ დავაჯილდება რომ ეს არის იმის გამო რომ ძალიან ბევრს ხარჯავს და იპარავს ისა თავის მემარცხენე პოლიტიკის გამო შიგნით უფრო გამოწვეული ხო არ არის ვიდრე ის პარაზიტების ყველა ის მეორე შრე არის ესა მეორე შრე არის როდესაც ისინი ხედავენ რომ აი ესა ეს ღირებულებები ტრადიციული ამერიკული ღირებულებები ან ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ისქნა რა ძალიან ნიველირდა უკანა პლანზე გადავიდა ესე იგი ეს საბრიეტურები რო არ მილიონი ესე იგი ყველა
ამით ხდება ესე იგი ძალიან ბევრი რაღაც. თვითონ იდეაც შეირყა თითქოს ეს ამერიკა არ არის, რაც დამფუძნებელ მამებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ის ამერიკა დიდი ხანი აღარ არის, მაგრამ ამერიკა დიდი ხანი აღარ არის და ახლა მე რომ მკითხო იმის მერე რუზველტის მერე აღარ არის ამერიკა უკვე, მაგრამ რეიგანმა დააბრუნა მე ისევ დააბრუნა. მაგრამ მაინც საფუძველი მაინც ინარჩუნებდა ამ საფუძველს. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს რომ არ უნდათ ეს ფაქტია, იმიტომ რომ აი ბოლო დროს რაც კი მოიწყო დიდი ისინი ზეიმები და ხონიზმები ისევ ძველი ამერიკა დააბრუნდა რა თავის აი ტრადიციული სარეკლამო აბრებით და რაღაცებით რა. და კიდე ერთი ისა ბარი მასაც ვიზა დაამთავრებ, ანუ ტრამპის მოულოდნელობაზე და არაპროგნოზირებაზე, ხო? ესე იგი ტრამპის მაშინაც როცა იყო პირველ პრეზიდენტობის დროს მისი კოზირი, ანუ რითაც ის იგებს და რითაც ეთამაშება მოწინააღმდეგებს არის სტრატეგიული გაურკვევლობა. სულ ესე იქცევა რა. ესე იგი და რაც მე სტრატეგიული გაურკვევლობა შენ აკეთებ ისეთ ცვლებს, რომლის გათვლაც, რომლის შედეგების გათვლაც მოწინააღმდეგეს არ შეუძლია. ზუსტად მუნხენში გააკეთეს ეგა ყველამ ერთად რა. ესე იგი გამოვიდნენ ილაპარაკეს ერთმანეთთან მეორე მესამე თქო მე ტრამპმა თქვა რომ მე საერთოდ ამაზე ველაპარაკებ პროფესორ მოუყვა ხო ძალიან დიდ აუდიტორიას მე ეგ თავდაცვის მინისტრმა ვარი თქვა იმაზე საპირისპირო თავის ნათქვამის და ამაზე აღშეშინა რუსები. ანუ მიზანი რა იყო ხო და ევროპელებიც დააბრუნა. ევროპელებიც ხო აღშეშინა, მაგრამ აქ არის კიდე ერთი მომენტი რა. ესე იგი ევროპელებს ეშინიათ არაიმდენად ტრამპი რაც იზამს ხო საბოლოო ჯამში ყველას ესმის რომ ესე იგი საბოლოო ჯამში რაც უნდა ტრამპს რაც უნდა ამერიკას არის მდიდარი ევროპა და დაცული ევროპა მაგრამ მაგის კი არ ეშინიათ სინამდვილეში ეშინიათ იმის რომ ვინმე არ ადგეს და თქვას რომ აი ეს ელონმა რა კარგი საქმე გააკეთა ესე იგი ამერიკის ბიუჯეტი რო იმას და შეამოწოდა და ახაც ხوار შემოწმებიოთ რა ეს რეალური ამბავია იმიტომ რომ თუ უფრო მეტი არა ეგეთი ფალსიფიკაცია იქაც იქნება ყველა ვარიანტი. მთელი ამბავი ეს არის რა თქვენ რა გონიათ ახლა ეს ბიუროკრატები რო სიხარულით იღებენ ამას ტოლვილებს და მე სოციალურ დახმარებას გაცრან ეს ყველა ხდება. ამის უკან ზუსტად ის არის რა ზუსტად ის ფალსიფიკაცია ფონდების რასაც ახლა ელონ მასკი ეძებს და პოულობს იმაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ ეს არის რეალური შიში მათი. არა მარტო ის რომ ვაიმე და ესე იგი ევროპას და ამერიკას საერთო ღირებულები აღარ აქვს და ის სრემლი გადმომდო რაღაცა ლაპარაკი. ეგ არის შიში რა. რომ იგივე თუ ეს წარმატები დამთავრდა მასკის და ტრამპის ეს გეგმა ბიუჯეტში. სამაგალითო იქნება მაშინ. სამაგალითო იქნება ბოლო მოითხოვს აღმოჩენილი კაცო იქ თუ ის იქნა ესე იგი იქ თუ ტრილიონი ნახე და ტრილიონი გამოთავისუფლება უკვე აღარ ხდება, იმიტომ რომ ბევრი დახარჯულია, მაგრამ შეიძლება ნახო რა დაიხარჯოთ ყველა რა აბსოლუტურად უაზრო მიზნებზე. ხო და ახაც ხوار გავაკეთოთ ეს სასინოლოში ეს არის დიდი შიში არის ეს ბიუროკრატიის შიში რომ ახაც იმას მოგთხოვენ ჩვენ ამჩევლები რომ ახაც იგივე ვქნათ რა აი ეს ამთელება და სტრატეგიული გაურკვევლობა ზუსტად ის არის რაც ესენ შეაშინა რა ზუსტად რა მე მახსოვს აი გენერალი კლარკის ინტერვიუ რო იყო ეხა ის დემოკრატია მაგრამ პატრიოტული ადამიანია და იმათ თქვა რომ ჩვენი მთავარი დანაკარგი ჩვენი მთავარი მინუსი რაც გავაკეთეთ უკრაინასთან რუსეთის უკრაინასთან ომის წინ არის რომ ეს თქვით ვარი ამ სტრატეგიული გაურკვევლობის პრინციპზე. რაც ნუ არ თქვა, მაგრამ აი რაც იყო იმის მერე რა. ობამას მერე დადგენილი რაც იყო ხოთხადია მის დაადგინა, ხო? ხო და ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი. და ჩანს რომ ძლიერი იარაღია, იმიტომ რომ პუტინი უკვე დათანხმდა იმაზე მოლაპარაკებაზე, აქამდე ამბობდა რომ არა. და ევროპელებმა ისევ დაიწყა შეშინება თავისი ხალხის, იმიტომ რომ აი ახლა რაც კატასტროფა რაც მოხდა, ხო? გამოვიდა ისა ნატოს გენერალური დივანი და თქვა რომ რუსეთიო საერთო მოცულობითო 4-ჯერ მეტი მას აწარმოებსო რა ქვია მას კონვენციური ხო ეს კონვენციური არ ვთქვამს რა ესე იგი იმას რა სასრულ იმას ვიდრე ჩვენ ყველა ერთაღებული ამერიკასთან ერთად და ეს შეიძლება ახლა ციფრები რო დადო ერთმანეთს გვერდზე მართალია მაგრამ არის ტყუილი და შეშინებისთვის ნათქვა. იმიტომ რომ კი შეიძლება აი ახლა მოცემული მდგომარეობით, რამდენსაც ევროპა აწარმოებს, რამდენსაც ამერიკა აწარმოებს, რუსეთი აწარმოებს, ოღონდ ის აწარმოებს კონვენციურ რაკეტებს. ანუ აი იაფიან ადულ რაკეტებს, რომელსაც აი ახლა ისვის მე ხარში. ეს შედარებაში არ არის არც იმასთან, როგორც ვიცი, არც არანაირ ზუსტ რაკეტებთან, რასაც ესე იგი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს და რა თქმა უნდა ამაში არ იყო გათვალისწინებული ის უზარმაზარი მარაგები, რაც არის ამერიკის შეერთებული შტატების იარაღის, ხო? ანუ ტიპმა ეს თქვა მხოლოდ იმიტომ, რომ შეეშინებია ევროპელები, რომ მაინც არაფერი არ გამოგვია. ანუ ეს აი პირდაპირ ჩვენ თვალწინ, ესე იგი კიდევ ერთხელ გათამაშდა იმის რუსების ხარდამჭერის ევროპული კოზირი რა. კიდევ ერთხელ. და არ მოიყო რა, ესე მიიღეს რომ ვაი ნახე, ის არის რა. თუმე რუსეთი ჩვენზე 14 არა, რუსეთმა ყველაფერი დახარჯა რაც ხონდა და თუ აწარმოებს კი, მაგრამ მარაგები აღარ აქვს. და არ იყო ამის დათვლაში გათვალისწინებული ეს ამერიკული
მარაგები, რომელიც ძალიან ბევრია და დაუზარმაზარი რაოდენობით არის, იმდენად რომ რაღაცა წლების მერე იარაღს უბრალოდ იმუშავებიან. პრობლემაც ეგ არის, რომ წლების განმავლობაში ომი მე-4 წელი დაიწყო, ხო, დაიწყება მალე ომის. და ამ მარაგების მიზერული, რა ვიცი, ალბათ 1%-იც კი არ გადაეცა უკრაინას. პარალელურად ამერიკელები იარაღის იმას აკეთებდნენ, ლიკვიდაციას ახდენდნენ. აი ეს ხდებოდა ბაიდენის პერიოდში. ეს იყო მთელი უბედურებო რომ გადაეცათ, რუსები ვერ მოასწრებდნენ. ეხლა მთელი პრობლემა რა არის ეხლა ხო სამხედრო რომ აი ამ შეტევის განხორციელებლობის გამო რუსებმა მოახერხეს უზარმაზარი თავდაცვითი იმის აგება სისტემის და ახლა იმისი გადალახვა ძალიან ძნელია იმის გადალახვა რა. ხო, საინტერესოა, აი ამერიკელების ინტერესი გასაგებია და მათი რაღაც სენტიმენტები მით უმეტეს, და ვთქვათ, საით უნდა და ყელში იყო ამოსული მართლა ის მიმართულება, საითაც მიექანებოდნენ და შევცვლით და აი რამდენად დამთხევაშია, ან სწორი როგორ არის აი მათი ინტერესებს როგორ ერგება ევროპის და განსაკუთრებით ჩვენი, მაგალითად ინტერესები რა, აი საქართველოსთან მიმართებაში რამდენად არის რაღაცები მესმის რომ მათთვის არის რაღაცა კარგი და პირდაპირ კორელაციაში არის რაც მათთვის კარგია. გარდა ზოგადისა რომ გასაგებია ძლიერი ჯანსაღი ამერიკა უფრო უკეთესი პარტნიორი იქნება საქართველოს. აი ამის მიღმა რაღაცა მოკლე ის ინტერესი ხო არა გვაქვს რაღაც უფრო ქვენაგზნობები. ბუნდოვანება აქაც არის. უნდა ვაღიაროთ. ხო, მაგრამ შეგვიძლია რაღაც ასე ვთქვათ პატარ-პატარა მოზაიკის ფრაგმენტებით რაღაცის კონსტრუირება ავაწყოთ, ხო? ისითლევან სანამეთყვით აი მაყურებლები ახსენეთ, სულ შენიშვნას მეუბნებიან ხოლმე, აქ შეახსენე მაყურებელსო და აი ჩვენს მენელს გთხოვთ, რომ გამოგვიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგვალაიქოთ, თუ მიგაჩნიეთ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ, ან საინტერესოა თქვენთვის და ეს გვეხმარება იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მივწვდეთ და იმ ზარის ღილაკსაც თუ დააჭერთ, მაშინ არ გამოგრჩებათ ნამდვილად ჩვენი ახალი ეპიზოდები. ბოდიში ან ჩართვისთვის, მაგრამ ესე იგი ჩვენ რამოდენიმე ფაქტი მოსაზრებას არ ვამბობ. ფაქტი და ამაზე მე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ხო, რაღაც სპეკულაცია გავაკეთოთ. ფაქტი პირველი. საქართველოს დაინტერესება ტრამპის ადმინისტრაციას აქტიური დაინტერესება აქვს წინა კადენციის პრაქტიკულად დასაწყისიდანვე, როდესაც ისინი დაინტერესდნენ ანაკლიის სპორტის ბედით. უკვე 2018 წლის გაზაფხულზე, როგორც ჩანს სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, ამას ახლა ვერ გავიგებთ, მაგრამ გამოძახებული იყო, გაიხსენეთ ბატონი კვირიკაშვილი ვაშინგტონში, ტრამპსაც შეხვდა ვიცე-პრეზიდენტ პენს. რომელთანაც როგორც მე თვითონ თქვა დაახლოებით 2 დღე მის რანჩოში საუბარი ძალიან ინტენსიური იყო, ბუნებრივი დაინტერესება იყო პირველ რიგში სწორედ ანაკლიის საკითხით და კვირიკაშვილმა ოფიციალურად გამოქვეყნებულ კომუნიკეში მე არ ვამბობ, ასე იგი რაღაც კულისებს მიღმარა იყო, თქვა რომ მას დაუდასტურა ამერიკული მხარე დაინტერესდა და დაუდასტურა რომ საქართველოს ყველანაირად ამ პარტნიორობაზე მოდისო, აი მამუკა ხაზარაძის კონსორციუმს გადაეცა და ასე თქვა სამუშაო დაწყებული ასე შემდეგ. ამერიკელები დაკმაყოფილდნენ და გამოუშვეს კვირიკაშვილი, თუმცა არაოფიციალურად ამბობენ, რომ კითხვა დაუსვეს, რომ შენ ხარ სახელმწიფოს რეალური პირველი პირი თუ ვიღაც სხვაო. ჩემი აზრით, დანაკმაყოფილებელი პასუხი მიიღეს მათ, რომელიც არ დააკმაყოფილა თბილისში ვიღაცას, იმიტომ რომ ორ კვირაში კვირიკაშვილი მოხსნეს სრულიად თითიდან გამოწვეული საბაბით, რომ თითქოს UNDP-ის კვლევის საფუძველზე იქ რაღაცა ბავშვთა შორის სიღატაკი გაიზარდა თუ რაღაცა ამდაგვარი. შემდეგ ჩამოსული იყო მაიკ პენსი თბილისში ვაზიანის ბაზაზე, ის შეხვდა სამხედროებს, ამერიკელ სამხედროებს, გამოსვლაც ჰქონდა. ამას შემდეგ მოყვა მე ხა ქრონოლოგიურად მოყვები ამას, იმიტომ რომ საინტერესოა, მე შევახსენო უბრალოდ ჩვენს მაყურებელს. შემდეგ იყო უკვე ბახტაძე, პრემიერი ბახტაძე გამოიძახეს იქა. მაიკ პომპეოს და ბახტაძის ერთობლივი ბრიფინგი იყო, სადაც მაიკ პომპეომ პირდაპირ ჟურნალისტების თვალწინ დაუსვა საქართველოს პრემიერს ეს კითხვა, რომ აბა ასე იგი ანაკლიაზე არა ყველაფერი კარგად იქნება, როგორ გიკადრებათ შესანიშნავად.
ჩამოსული არ იყო ბახტაძე, აქ ეს გავრილოვის ღამე მოხდა თუ მოაწყვეს თუ როგორც იყო. მოაწყვეს მე ხელისუფლებას გულისხმობ. ბახტაძეც გადაყვა, ფორმალურად გადააყოლეს ამ ამბავს და ანუ ყურადღების გადასატანად დაემთხვა უხერხულად ამ მომენტს. ანუ ყურადღების გადასატანად დაემთხვა ეს. მე მგონი. კი და თან რუსეთმა ბრჭყალი გამოაჩინა. ეს ხო არ იყო შემთხვევა. ნიშანი მისცა რომ კი, რა თქმა უნდა. შემდეგ იყო ძალიან საინტერესო მომენტი. 2020 წლის თვარცები 10 ივნის პირველად ჩდება რეზოლუცია რესპუბლიკელების კოკუსის ფრაქციის, ხო, ესე დავარქვათ, კონგრესში, რომელსაც ხელმძღვანელობს და მაშინ ჯო ვილსონი და პირველად გაიჟღერა ამერიკულ ოფიციალურ დოკუმენტში, ეს მართალია სამთავრობო არ იყო, ეს იყო რესპუბლიკელთა ფრაქციის განცხადება, რომ ივანიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი და ძირს უთხრის ესე იგი საქართველოში დემოკრატიას. ეს ფრაზა პირველად იქნა გაჟღერებული 2020 წლის ზაფხულში. ამას ხელს აწერდნენ ჯო ვილსონის გარდა დღევანდელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და მაიკ უოლცი, დღევანდელი მრჩეველი უშიშროების საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, მე მგონი, ჩვენთვის. ამას მოყვა შემდეგ კიდევ ერთი წერილი იყო, განცხადება უпростоრად, ეს იყო უფრო მსხვილი, ესე იგი გაერთიანებული კოკუსის ქვედა პალატისა და სენატის რესპუბლიკელები, სადაც ხელს აწერდნენ უკვე კრუზი, სენატორი კრუზი, პომპეო მეთქი, რუბიო და ასე შემდეგ, სადაც დაახლოებით იგივე აზრი იყო, დამატებული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა ესე იგი ირანის ემბარგოს არღვევს და ირანის რაღაცა პროდუქციას ყიდის და ამიტომ ეს ფოკუსი კიდე გაძლიერდა და ამას ბოლოს მოყვა პომპეოს ვიზიტი შემოდგომაზე 2020 წლის გახსოვთ ალბათ ჩამოვიდა არჩევნების წინა პერიოდი იყო ისევ ამ ანაკლის სპორტს არ ყვებდა და პომპეო გაუშვეს ეს კარი გაუჯახუნეს რომ ჩვენ ამ თემაზე შემდეგ ხელისუფლებას დაველაპარაკებით ამერიკულსო და რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში მაშინ ითქვა მე აი მაგ პერიოდში ითქვა და ძალიან საინტერესოა ისიც რომ საიდან იცოდა ქართულ მოცემა ვინ იქნებოდა ამერიკის შემდეგ ხელისუფალი და რომ არ იქნებოდა რესპუბლიკელები. ხო არ იგულისხმება ხო რომ უბრალოდ ახალ არჩევნების მერე უკვე გადატვირთულზე. ნუ ხო შეიძლება ცოტა სხვანაირადაც ამის თქმა რა დიპლომატიურად უფრო ლამაზად ხო რაღაცნაირად. მოკლედ აი Deep State-თან კონდათ კავშირი. პლუს ახლა ამას დავამატოთ ეს ცოტა გამიგრძელდა და ერთსაც დავამატებ რასაც იმეორებდა ტრამპი ყველა თავის რალიზე როგორც თქვი და არა მარტო ტრამპი არამედ მთელი მისი გარემოცვა და არა მარტო გარემოცვა რესპუბლიკელები ზოგადად და ძალიან ბევრი დემოკრატიც ამ ნაწილში არ გიგონოთ რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები ძალიან ერთმანეთისგან გამიჯნული არიან მეგულისხმობ ჩინეთის თემას. ჩინეთის თემას დემოკრატების სუყე ნაწილიც ძალიან ესე უყურებს მტრულად და ოფიციალურად ეს ერთი სარტყელი, ერთი გზა სადაც შეგვიყვანეს გახსოვთ ალბათ ეს შარშანდელი ვიზიტი ხო პეკინში ქართული ოცნების ლიდერების და რის საფუძველზეც გახდა სტრატეგიული პარტნიორი და აი ამ გზის პროექტში შევედით და მისი ბოლო ხაბი უნდა იყოს სწორედ ანაკლი აი ამ ერთ-ერთი ბოლო ხაბი ეს არის პირდაპირ მტრულ პროექტად გამოცხადებული და ლაპარაკი არის იმ სახელმწიფოების სანქცირებაზე, ვინც ამ პროექტში არიან. მე გუშინ უსმენდი სხვათა შორის ამ USAID-თან დაკავშირებით 3 საათნახევრიანი განხილვა იყო ქვედა პალატაში და იქ პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ USAID-ს ერთ-ერთ იმათ უთვლიან, რა ქვია, ცოდვათ, რომ 20 ქვეყნიდან, რომელსაც ჩვენ ვეხმარებოდით USAID-ის ხაზითო 19 ამ პროექტში არისო გაერთიანებულიო და ეგ როგორო რანაირად აი ამ ერთი გზის ლეგიტიმური ხო ლეგიტიმური კითხვაა მაშინ ვის ვაფინანსებთ რატო ვაფინანსებთ და როგორ და რანაირად ნუ სავარაუდოდ საქართველოს ახლა არ ჩამოუთვლიათ ესე არა მგონია ეს ერთი გამონაკლისი ვიყოთ ჩვენ ხო ამიტომ გამიგზელდა მაგრამ ჯერ ესეთი მკაფიო განაცხადი თუ ჯო ვილსონის ტვიტებს არ გავითვალისწინებთ ხო ადმინისტრაციის მხრიდან და მის პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა, მაგრამ ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ, რომ ეს თემა მათთვის საინტერესოა და მტკივნეული, იმიტომ რომ
როგორც ხედავთ, ტრამპი არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცებს ივიწყებს, ან ვიღაცას რამეს პატიობს. და არ ამგონია, რომ მას არ ახსოვდეს 2020 წელს, როგორ გამოისტუმრეს მისი დესპანი აქედან. ასე რომ მე ამ ნაწილში ოპტიმისტურად უყურებ ამერიკული პოლიტიკის გააქტიურების კუთხით საქართველოში. კი, როგორ ფიქრობთ თქვენ ეს რაღაც მოძველებული ტერმინია ეს ჟანდარმის რაღაც პოზიციას, რაღაც საერთაშორისო ჟანდარმის პოზიციას ხო არ თმობს და აი ამ შიდა თქვათ ინტერესზე გადართვა ხო არ გულისხმობს ისევ აი იქ რო დაუბრუნდეთ აი ან მოკლედ აი ეს ინტერესები აი რასაც ლევანი საუბრობდა რამდენად მოუყვებით ჩვენს და მათ შორის ჩვენ არა ვართ თქვათ გადამწყვეტი სხვა ქვეყნებზე ხო არ გავლენასთან ჰეგემონია არ მინდა ვახსენო ხო არ შეარბილებს რა არა შეერბილებით არ ვილდება უბრალოდ საჟანდარმო აქ არაფერი არ არის ესე იგი ეს ხო იქიდან არის ანუ მე-19 საუკუნიდან რუსეთის მაგონილია ხო ეს რუსეთი იყო ევროპის ჟანდარმი და ეს მეფის რუსეთის ჯარი დადიოდა და მეფის ბიძაშვილებს სადღაც ეხმარებოდა ხოლმე ხალხს ვერ უჭირდათ იმათ რა იყო მთელი ჟანდარმობა ხო და არა ჟანდარმი არ არის ეს არის ისევ იმისი ლიბერალური დემოკრატიის დაცვა ფლიანად იმისათვის რომ ისევ იმაზე რომ დავბრუნდეთ რომ იმისათვის რომ ამერიკის ეკონომიკა იყო ძლიერი ძალიან ესე იგი ჩაურევლობაზე ლაპარაკი არ არის იმიტომ რომ დაანერება იმიტომ ახლა შუა აღმოსავლეთში გამოაცხადა საერთოდ ამ პალესტინელების გადასახლება ხო აი ისეთივე რაღაცა რაც ცალკე მინდოდა მეკითხა ხო აი ისეთივე რაღაცა რაც გააკეთეს იმაში მე-20 საუკუნის დასაწყისში ბერძნებს და თურქებს შორის. ანუ გაყვეს ბერძნები და თურქები, ბერძნები გადაასახლეს, თურქები დატოვეს. ინდოელები და პაკისტანელები გაცვალეს. ანუ ეს ახლა რო იმასვებიან, წევიან და კი ვარ, ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავი არის იმისი რა. აქ უბრალოდ ძალიან ცხელია და თვითონ ცხელი იყო იქაც რა ჩვენ ახლა მაშინ არ ჩვენ არ ვიყავით ესე იგი დაბადებულები და არ გვახსოვს სწორედ და ამდენი ინფორმაციაც არ აქვს. ის იყო ცხელი თუ იყო სინამდვილეში. ანუ ეს რეალურად მეგაჩნიათ ეს განცხადება. თვითონ ამ განცხადებაზე რო თქვა რა რამდენად სერიოზული ორი წარმატებული ბოდიში მე თან პლუს რივიერას მოწყობა და აი ესეთი რაღაც იმები. ნუ ახლა რივიერას მოწყობა შეიძლება ეს რაღაცა ის არის რა, ანუ ხო და აი რაში ჭირდება. მაგრამ იმდენად რამდენად ვიცით ორი პროექტი წარმატებული იყო სოფლიოში ესე იგი ერთი ეს არის ბერძნების და თურქების გაყოფა და მეორე ინდოელების და პაკისტანელების ეს ნუ ყოველთვის ეს ამბები ცუდად არ დავთორებულა არც იმ ხალხის და კი იყო რა თქმა უნდა დიდი პრობლემები და ეს საერთოდ იმაში საბერძნისა თურქეთში ეს გადასახლება მიდოდა ხოცვის ფონზე და იმაშიც ინდოეთშიც ეს გადასახლება 2 მილიონი ადამიანია ინდო-პაკისტანის კონფლიქტში. მიდოდა ხოცვის ფონზე, ანუ ესენი რო ასახლა და ამ დროს კიდე ხოცავდნენ ინდოელები პაკისტანელებს და პაკისტანელები ინდოელებს და ისა როცა ბერძნებს ასახლა ამ დროს ხოცავდნენ. აი როგორც ახლა ზუსტად იგივეა, როგორც ახლა იმაში ხდება რა, ღაზაში ხდება რა. აი ამ დროს ხოცავდნენ გადასახლების პერიოდში რა. ხანდახან იმ მატარებლებსაც წვავდნენ რითაც ისინი პაკისტანელები გამოდიოდნენ იქიდან. მაგრამ საშინელებები ხდებოდა რა. ესე იგი ამაზე ესე იგი თუ უფრო არესი არა, ნაკლები მდგომარეობა ნაკლებად არ იყო და ეს წარმატებული პროექტია ორივე რა. ორივე გამოვიდა კარგად რა. ხო და ნუ ყოველთვის ხარ რასაც ხედავთ, იქ არაფერი არ ხდება, ხო, საზღვრო კონფლიქტები აცააფრიბათ ერთმანეთს. პოლონიას დავამატებ მაგ კუთხით. ეგვიპტემ გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის დახმარების გარეშე დაიწყებს ღაზის რეკონსტრუქციას და ამყარებს ეფექტურ კონტროლს ღაზაზე. და ჰამასმა გამოაცხადა, რომ ის მზად არის, ასე ვთქვათ, თვით ლიკვიდაცია გამოაცხადოს, ოღონდ ეგვიპტელებმა და ესე იგი 1967 წლამდე სიტუაცია იქნება, როდესაც ეგვიპტეს დე-ფაქტო ანექსირებული ქონდა ღაზა და ისრაელსაც აწყობს ეგ სიტუაცია. ეს თუ აღდგება ღაზის ანექსია ეგვიპტის მიერ, ეს ისრაელისთვის არის იდეალური მდგომარეობა, იმიტომ რომ ეგვიპტესთან აქვს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელსაც ეგვიპტე იცავს სხვათა შორის. გახსოვთ ხო ეს კემპ დევიდის ცნობილი შეთანხმებები? გარკვეულობას ნიშნავს უკვე რაღაც. კი, ნუ საზღვარია და საზღვარზე პასუხისმგებელია ეგვიპტური მხარე, ხო? აი ტრამპის ეფექტი ეგ არის. არა რივიერას თვითონ კი არ მოაწყობს ეგვიპტელები მოაწყობს. თუმცა ნუ ხო ნახოთ ყოველთვის როგორ ხება მე მაინც არ მგონია რომ ეგვიპტელებს მე მაინც ხო იქ შეიძლება აქ ადგილზე ძალიან აი სხვა ფსონიდეს თვითონ უშუალოდ. და ფსონი დაიდო მეორე მხრიდანაც და ეხლა მაზან დაიწევა და ეგ არის. ხო ნახოთ რამდენად ის იქნება რა, იმიტომ რომ ნახე ეგვიპტეს მაგისი
ფონდები რამდენად ექნება ეგრე წალკე საკითხავი, ალბათ ისევ ამერიკიდან უნდა ისესხოს საბოლოო ჯამში რა. აქ ჩვენი საქართველოს პოზიცია კიდე რაღაცნაირად საინტერესო საკმაოდ უხერხული პოზა გვიჭირავს თვითონ ისრაელის სახელმწიფოსთანაც და იმ თქვათ მათ მოწინააღმდეგეებთან იგივე ირანთან რევერანსები. აქ ერთი გასათვალისწინებელია რომ ტრამპმა იმის ერთი რა ქვია one belt one იმის საწინააღმდეგო გამოაცხადა უკვე პროექტი თქვა რომ ინდოეთიდან იმას იზამს ინდოეთიდან დაუჭერს ხარს აი ამ ტრანზიტული იმის გაკეთებას, გზის გაკეთებას. საქართველოს რა თქმა უნდა აქაც აქვს თავისი როლი, იმიტომ რომ როგორც ახლა ჩინეთიდან მოდის რაღაცა გზები იმაში. დაახლოებით ეგრეთივე გზები მოდის იქიდან რა, ინდოეთიდანაც საქართველოსკენ და შავი ზღვისკენ. თუმცა უფრო მეტი ალტერნატივა ამ შემთხვევაში. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ ესე იგი საქართველოს არ დარჩება არა იმის გამო რომ ესე იგი ისეთი გარდაუვალი პარტნიორია. ჩინეთის შემთხვევაში გარდაუვალი პარტნიორია. კი, იმიტომ რომ ხა სხვა გზა, სადაც ეს ადვილად შეიძლება თვითონ წამოიღო არ არის, მაგრამ ნუ ამ ინდოეთის შემთხვევაში არ იქნება გარდაუვალი პარტნიორი, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რომ შავი ზღვის ესე იგი აღმოსავლეთ სანაპიროს ძალიან დიდი ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია რა. ანუ ეს არის სამხედრო ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთის შეკავებით თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, მოკლედ ესეთი კვლავ მნიშვნელოვანია. უბრალოდ აქ იმაზეა ლაპარაკი, რამდენად სწრაფად ესე იგი მოიხედავს 60 წლის განმავლობაში ტრამპი იმისგან საქართველოსგან. ნუ მაშინ, როდესაც ეხლა სიტუაცია ძალიან რთულია. ეხლა საერთაშორისო პოლიტიკას რო შევხედოთ, ძალიან რთული ვითარება, იმიტომ რომ დადიან ისინი ქართველი ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები ამ ამერიკაში და ევროპაში და ამბობენ, რომ სანქციები არ უნდა დაუწესონ ბიზნესმენებს, იმიტომ რომ ისინი იმას ქმნიან სამუშაო ადგილებს ქმნიან. მე მგონი აქ გაიბრანჭა და წამოსდა მხაზარების განცხადებას გულისხმობთ. სალომონკა გუში. სალომონკა იგივე თქვა, ანუ ეხლა ისეთია რა, მიგხსოვს ამბობენ რომ სალომონს აღარ ახსენებს თავის თვითონში მეგონი მიხვდა ვინც არის. ხო და ნუ ეს თქვა რა, ეს არის კატასტროფა ამის თქვა რა. ანუ ეს ფაქტიურად გამოდის რომ ესე იგი მშვიდობიანი ინსტრუმენტი საქართველოს ხელისუფლების დამორჩილების არის სანქციები და ამ დროს ესა ორი ოპოზიციონერი და აქედან ერთი ყოფილი პრეზიდენტი ამბობენ ჩვენ სანქციების მომხრეები არ ვართ. ნუ რა არის ეს არის ისე ჩვეულებრივად ისეთი რა რუსეთის მხარეს თამაში მეტი არაფერი არ არის რა. სანქციები მაინც იქნება ხა მაგათ არ უნდა მიაქვს ეს რა არის ეს მარტივად ამბობთ ახლა ამას რომ რუსეთის მხარეს თამაში არა მართლა რუსეთის მხარეს თამაში არის თამაში. ეს წარმოვიდგინეთ რა თქვენ გყავს პრორუსული ხელისუფლება ხო რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აბებს სიხეშვის რა ვიცი ეთი ორი ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების აკრძალავამდე ხო თუ უკვე არ არის იმიტომ ვიღაცები უკვე დაიბარეს იმისი Facebook-ის პოსტის გამო ვიღაცები უკვე დაიბარეს პოლიციაში და დაკითხეს ამ დროს ესე იგი ვიცით რომ ყველა ვიცით რომ ინსტრუმენტი არის სანქციები და ამ დროს ყოფილი პრეზიდენტი ჩადის და ამას რომ მე არ ვარ სანქციების მომხრე ჯეთი რა სამუშაო ადგილებს ქნიან ისეთს ეს ბიზნესმენები ხო ვინც დასანქცირებაზე ლაპარაკი ხო არ არის სინამდვილეში რა ან ძალიან ცოტას რა ხო არ არის მართლა 100 ქარხანა გუგუნებს და იმას 100 ქარხანას წარმომშრომლები დარჩებენ ნომუშევრები ხო არაფერ გუგუნებს საქართველოს არა ეგ სხვა განცხადებებიც გააკეთა ქალბატონო თუმეტეს რომ კონსენსუსიც არ არის აქეთ ფლანგზე რაღაცაზე აი მან გაახმოვანა ეგ ცალკე პრობლემაა რომ ახმოვანებ იმ პრესკონფერენციაზე მარტო ეგ არა კიდე სხვა ცოტა სახიფათო მესიჯები გაახმოვანა მაგალითად ის რომ ოპოზიციას გეგმა არ გვაქვს ეგ იყო ძალიან ხო მაგალითად ის რომ გაიმეორა ეს თავისი ასე ვთქვათ აღმოჩენა რა რომ საქართველოს არმია არ ჭირდება იმიტომ რომ რუსეთის არმიას მაინც ვერ გაუწევს წინააღმდეგობას რომ მან არ მოაწერა ხელი სააკაშვილის შეწყალებას იმიტომ რომ ბიზნესმა იმას მაინც არ გამოუშვებდა ანუ აი რაღაცნაირი ფორმულირებაც კი რბილად რო თქვა უცნაურია ხო აი ამ ყველაფრის ასე რომ ნებსი თუ უნებლიეთ მე გიგის უნდა დავეთანხმო ქალბატონი სალომე სადღაც სხვაგან არის აქ ვიცი როგორ არის იმას იხუსე ამბავი ხო იცით რა თუ დაცურავს როგორც ეხლა თუ დადის როგორც ეხლა თუ მეტყოდებს როგორც ეხლა ესე იგი იხვია ესე თუ ისე როგორც რუსეთის აგენტი თუ ლაპარაკობს როგორც რუსეთის აგენტი თუ დადის როგორც ესე იგი რუსეთის აგენტი კატასტროფული შეფასებებია დამეთანხმეთ რა და ეგ გაცნობიერებული ეხლა ხო რაღაც იმედად ვართ შეგნით ეს რაღაც აი სალომე პრეზიდენტი ბევრი არის დამოკიდებული არა დღეს საქართველოს არის ესა თვითსაბოტაჟი რასაც დღეს ესე იგი ოპოზიცია და განსაკუთრებით ის ხალხი რომელიც მიტინგებს დადის და პროტესტებს უკეთებს საკუთარ თავზე თვითსაბოტაჟი ქვია მას რა იმიტომ რომ ერთ ნაბიჯს არ დგამენ იმისკენ რომ თავრობის გადადგომა იყოს მოთხოვნილი ისევ ლაპარაკობენ იმაზე რომ
ის არის საარჩევნები უნდა ჩატარდეს ამას გამოსავალი მანდ გეთანხმებით ამას წინათ გისმინეთ პოდკასტში სამწუხაროდ არ მახსოვს გვარი ისთანაც იყავით მოწვეული და მენიშნა ეგ იმიტომ რომ ჩვენც რო საუბრობთ მაგაზრზე ვართ ბარიღამ მაგ თემას რო შევეხოთ ძალიან საინტერესოა მოთხოვნა მიტინგებს იმიტომ რომ ძალიან დაბნეულობაა მე თვითონაც აი ზუსტად არ ვიცი რაშია გამოსავალი მაგრამ ერთ რამეს ვცნობ რომ და ხვდები რომ თქვათ მოთხოვნა არის თუნდაც ახალი არჩევნები თან ძალიან ჩაჭედილად ამბობენ რომ გამეორებთ კი რა ახალი არჩევნები თითქოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს მაგრამ სინამდვილეში აი თქვენ ახსენეთ და აბსოლუტურად გეთანხმებით ფოკუსის გასწორება იმაზე რომ მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა რატო არ ხდება ამის გააზრება რატო არ ხდება ხო გააზრება რატო არ ხდება საქართველოს ბევრი რამის გააზრება არ ხდება და ეხლა ეს პრობლემაა ამაზე რომ ვილაპარაკოთ ალბათ ერთი არა თვითონ აქტორების მიერ და აი ახალისება აი ამას ნაცელ აქტორებს არ უნდა ბოდიში აი განსხვავება რო ვთქვათ რაში ხედავთ განსხვავებას ვთქვათ ახალი არჩევნების ჩანიშვნას და მთავრობის გადადგომას შორის თითქოს ერთმანეთს გულისხმობს და მაგრამ დამაბნეველია რა ნორმატივი რამე როცა მთავრობა გადადგება ყველა არის მოვლენების შესრულებელი ანუ არავინ არ არის დარწმუნებული და არავინ არ არის დარწმუნებული შეასრულოს მათი უკანონო დავალებები როცა მთავრობა იგივეა ანუ პოლიციების დაქვემდებარებაში, ყველაფერი მის დაქვემდებარებაში, როგორც დღეს მაგალითად, ახლა წარმოგიდგენთ ამის მთავრობა ატარებს არჩევნებს რა. არა მოვლენების შემსრულებლები, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ რა, რომ აღარ იყვნენ. არამედ ისე ვის მთავრობა რა, რომელიც არსებობს. ეს არის ძალიან სერიოზული მომენტი რა. სხვა მოცემულობა რა თქმა უნდა რა. იმიტომ რომ პოლიციელი ისევე დაგჭაგრავს და საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ისევე გააყალბებს, თუ იქნება ეს მთავრობა, ანუ აქტუალური მთავრობა, რომელიც ფაქტობრივად შენ რომ ამას ეუბნები რომ არჩევნები ჩაატარ, ეს ცნობილი ლეგიტიმურობას. ესე პრობლემაა, ხო? როცა ის მთავრობა გადამდგარია, არსებობენ მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ხო, ნუ უკვე ესეთია რა, მათი პოზიციაც არ არის ძლიერი, არც ფსიქოლოგიურად და არც სტრუქტურულად რა. აი ეს არის განსხვავება სინამდვილეში რა. შენ ამით რომ ჩაატარე ახალი არჩევნები, ეუბნები რომ მე შენ ლეგიტიმაციას გაძლევ რა, ესე იგი შენ კი არ გავიყალბები არჩევნები. უბრალოდ რაღაცა მაშინ თუ არ გავიყალბები არჩევნები, რაც ეჭუბები, ხო? რატო ითხოვ არჩევნები არ არის გაყალბებული და თუ არჩევნები გაყალბებულია, მაშინ რატო ვიდები რომ ამ მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები. აი ეს არის მთელი ისა რა მთელი ამბავი. თან მოთხოვნა მთავრობის გადადგომის აბსოლუტურად უფრო ლოგიკურიც არის რა რაღაც აი ახალ არჩევნებს თითქოს ის დათქმა აქვს რომ ახალი არჩევნები რაღაცა პირობებით უნდა ჩატარდეს და თქვათ იკარგება ის მუხტი მოთხოვნის რა რომ მაინც წავაგეთ ის არის სულელის თავი განმარტება რა არის ხო რომ ესე იგი იმეორებს ერთ და იგივე მოძრაობებს და იმედი აქვს რომ მიიღოს განსხვავებულ შედეგებს. ზუსტად ეს არის ხა დღესაც ვართ რა, ზუსტად რა. ეს ისინი, ვისაც არ უნდა ეს თავრობა რომ დარჩეს და შევიდეს იმასთან გარიგებაში. ესეც ბევრია სინამდვილეში რა, იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ ხო ყველამ დავინახეთ რომ ეს გარიგება იყო. უბრალოდ ბიძინავ გადააგდო ისინი. ეს ჩანდა ხო ზედაპირზე იყო ზოგი რაც ეხოდა ზოგი ამოდა წავედი მე ახლა კოალიციური მთავრობამ ჩამოყალიბა. იყო ეს გარიგება რა. იყო ეს გარიგება და კონდათ იმედი რა ნაწილ სამოძრაო პარტიების რომ ბიზნესთან გარიგებას აიცავდა და სიტყვაზე რაღაცა იქნება 45 და მე როგორ იყო ეს სლოგანი პირველი ოპოზიციური პარტია წავიდა და გააკეთებდა მასთან იმას რა ალიანსს. არ გამოვიდა, იმიტომ რომ ხა ეს კაცი რუსია კაცო და ეს არის არ გამოდის იმას სხვა. და იმ საღამოსვე პრეზიდენტმა აიღო თავის თავზე ის თქვათ კალაპოტში ჩასმა მოვლენების სადაც წავედით. ხო და ეს არის იმას გამარჯვებად მეაშინა რომ გადააგდებს იმას რა პარტნიორს იმას ის კი არ მეაშინა რომ მოიგებს რაღაც არა თავარი რუსი ბიზნესმენი თავარი არ გადაგდება პარტნიორს და ზუსტად ეგრე მოიქცევა ეს ის ოპოზიცია ვის ახლა ის ამბობს რომ არ არჩევნები ჩავატო ეს ზუსტად იმ სულელის ქცევა რა რომელიც ამბობს რომ გავაკეთებ იგივე მოძრაობას და მაქვს იმედი რომ მივიღებ სხვა შედეგს რა ოპოზიციური 4-ეული ეგრეთ წოდებული ხო ჯერ ეგ თავისთავად ეგროვული აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი რამე რა დავარქვათ ხო 4 ოპოზიციური პარტია რიტორიკულ შეკითხვას დავსვა, რამდენი ხანი არ შეკრებილა? ხო, სამეულია განცხადებულად უკვე და ეს სამიც ხან იკრიბება, ხან არ იკრიბება და ასე ესე იგი ჩვენ არა თუ რაღაცა მკაფიო პოზიციას, განცხადებას და ასე შემდეგ ვერ ვისმენთ მაგრამ არამედ იმასაც კი ვერ ახერხებენ ეს ადამიანები, რომ თუნდაც ინდივიდუალურად მე პარტიების დონეზე, ან თუნდაც სოლიდარულად, თუნდაც ორეულის, სამეულის დონეზე ვიღაც თავისი წარმომადგენლები მიავლინონ ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რომ რაღაცნაირად
იმ დინამიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს, რაღაცნაირად ასე თქვა, წვეთები ჩააწვეთონ, რომ იცით რა, აი აქ ჩვენც ვართ და ჩვენი საკითხიც უნდა იყოს განხილული და ასე შემდეგ. თლიანად ეს ყველაფერი მიბარებულია ქალბატონ სალომეს, რომელიც რა ხარისხითაც ასრულებს ამ დავალებას, ასე თქვა, უკვე ამაზე ვილაპარაკეთ წეგან. ამასაც კი ვერ ახერხებენ ეს ადამიანები. გაუგებარია. ხო და ეს პრობლემაა, ეს რა თქმა უნდა დააგვიანებს ამერიკის დახმარებას, იმიტომ რომ იმათ ხომ უნდა ვიღაცა ვისაც დაელაპარაკებია. არ არის ეს ვიღაცა ვისაც დაელაპარაკებია. არა, ვერ ხედავენ ამას რა. რა თქმა უნდა, დიდი ხანია ამბობენ მიზეზად, რომ არავინ არ აყავთ აი ეს დააჩქარებდა ეს პროცესი, რომ გამარტივებდა მათთვის რა. და ის ურჩევნიათ ილაპარაკონ იმაში Facebook-ში წერონ ტრამპი რა ცუდია რა. ხო, ეს არის მთელი ისე რა. ნუ არ არის ეს ის რა ხედავ ხარაღამ პრეზიდენტის განცხადებას რომ შევეხოთ აი მე ძალიან ცუდად მოხდა ყურში რომ როდესაც კითხეს მას რომ გეგმა თქვენ კი ჩვენ გასაგებია რა ასე თუ ისე ალბათ თუ კარგად რაღაცაში გავერკვევით ამ ბუნდოვანებაში მაგრამ თქვენი გეგმა რა არის თქვენ რას ფიქრობთ და აი აქ პასუხი არ იყო თქვენ რას ფიქრობთ რა იქნებოდა აქ სწორი პასუხი ჩვენ რა უნდა ვქნათ თქვათ ამ დროს. სწორედ ჩვენს გვიტყვი რაც იქნებოდა სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა რა. ეგ არის სწორი პასუხი. ეს არის ხელისუფლების სრული რაზეა ლაპარაკი. ეს არის გეგმა. გეგმა არის აი ეს ერთიანდება რა. ხელისუფლებამ გადადგეს და მოვლენში შესრულება ჩაატაროს არჩევნები რა. ხო, მაგრამ აი ეს გადადგომის გზა აი რო ვერ ხედავენ, ალბათ მაგიტო ვერ პასუხობენ. გადადგომის გზა არის განცხადების დაწერა. იძულება განცხადების დაწერამდე. იძულება გიგულისხმება. შევარდნაძე რა როგორ გადადგა? იძულება იყო და გადადგა რა. იმიტომ რომ მაგაშია საქმე რომ იგივე შევარდნაძე სახელმწიფო აღარ გვაქვს გაგვიცხადეს ხო? რაღაც გაცილებით ძლიერი, გაცილებით ჩეკრული, გაცილებით რაღაც უფრო კაცრიც არის. იცით რა არის კიდე აი ამ დროს აი ემოციონალობაში როგორ ის მაშინ როგორ იყო ხო ესე იგი როდესაც დავშოტის ჩამოვიდა ბეიკერი ჩამოვიდა ხო? ხო ბეიკერი ჩამოვიდა, როდესაც ის ჩამოვიდა მერე ივანოვი ჩამოვიდა, იმათ ისინი ხედავდნენ რომ რაღაცა არის, რაღაც არსებობს ოპოზიცია არის რა, ვის რაღაცას იზამს მერე. ეს რო გადადგება, ამას რომ მიყვება ყველა ისა. რომელშ არანაირი არ აქვს რა, არანაირი უბრალოდ ამ შემთხვევაში ახლა ლაპარაკია იმაზე რომ თავრობა კი არ გადადგეს, ახლა ლაპარაკია იმაზე ივანიშვილი გადადგეს. ხო, ანუ ივანიშვილი უნდა ამ შემთხვევაში ამ სანახო ეს არის საბოლოო ჯამში რა. და ჩაიხსნას ივანიშვილი ამ ქვეყანას რა. ამ აქციებზეც კი თუ მისულხართ, ალბათ მისულხართ ხო და მოგისმენიათ თავარი შეძახილი რა არის? ცეცხლი ოლიგარქიას. ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს, რას ნიშნავს ეს ცეცხლი ოლიგარქიას რა? და რამდენჯერმე ვცადე ძირს ივანიშვილის რეჟიმი მეთქვა. გადავხედეს როგორც აი რა ქვია, უცხო პლანეტას რა რომ არა ეს არის ხო პრობლემაა ეს. ცეცხლი ოლიგარქიას, რა ოლიგარქიას რა ცეცხლი. ანუ მაგით ხო, ამ შემთხვევაში ამ გომორებო მძიმეა რა თქმა უნდა. ისე მიუნხენს რომ დაუბრუნდეთ. ხო, იქ ბევრი მინუსი აქ აქციას და ნუ ეს პოეზიაც შეგვეპარება ხოლმე და მიუნხენის საკმაოდ ცივი შხაპი იყო, მაგრამ როგორც ახსენეთ, უკრაინის, ევროპისთვისაც, რუსეთისთვისაც, უკრაინისთვისაც თითქოს თუ მოლოდინი უკვე ქონდა უკრაინას. აი ევროპის აი დღევანდელი მოქმედებები რო უკვე რაღაცა დაფაცურდნენ რაღაცები განცხადებას გააკეთეს და როგორ დამთავრდება. ევროპას არ დამთავრდება, ეჭვი მაქვს. ევროპას აქვს ერთი დიდი პრობლემა. ერთი არ ბევრი, მაგრამ ერთი მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ეს არის საორგანიზაციო პრობლემა. ევროპა არ არის შეერთებული შტატები. ანუ ევროკავშირი არ არის ევროპის გაერთიანებული შტატები. არის ესე იგი ქვეყნების გაერთიანება, სადაც ყველა ქვეყანას აქვს სოციალისტ ცოტა ხანი თავი დავანებოთ. თანამშრომლობენ და არა კონსენსუსით, სრული კონსენსუსით უნდა გადაწყდეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ევროპის სხეულში რუსეთმა მოახერხა და მინიმუმ 2 ეს ჩვენ ზუსტად რაც ვიცით, თორე შეიძლება კიდევ ვიღაცები გამოჩნდენა რა. ჩანერგა 2, ასე ვთქვათ, ვირუსი შეყვანა მოახერხა. მითხარით, რომელი გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც ორბანი არ დაადებს ვეტოს, ან ფიცო, ან
ნებისმიერი სხვა. მე შეგახსენებთ რუმინეთშიც ისა მარტო რუმინეთი არ არის, შეიძლება ეს ისეთი მოთამაშე გამოჩნდეს, რომ გაიხსენეთ ბუქარესტის სამიტი 2008 წლის. თქვენ იცით იქ ვეტო ვინ დაადო? მარტო გერმანიამ და საფრანგეთმა არა, ჰოლანდიამ და ბელგიამაც. სადაც მაპი არ მოგწეს. სადაც მაპი არ მოგწეს ჩვენ და უკრაინას. ნუ რითი დამთავრდა ჩვენთვის და უკრაინისთვის ყველა ხედავთ, ხო? მაშინ ჰოლანდია და ბელგიაც იყო ამის მონაწილე. კი, და თუ ასე მაგრამ მაინც გადამწყვეტი იყო. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ამ ქვეყნებმა ზეწოლა მოახდინეს, დარწმუნებული ვარ, რომ მარტო არ გამოჩენილიყვნენ იქ მერკელი და სარკოზი, იმათ თხოვეს და იმათაც ასე ვთქვათ, გაუწიეს ანგარიში. ასევე შეუძლია იმ ორბანს და ფიცოს ვიღაცას მაგალითად ერდოღანს თხოვონ იქ ნატოსთან დაკავშირებით და იმანაც რაღაცა ვეტო დაადოს. ასე რომ დიდი წარმატების იმედი მე. ნახოთ როგორ იქნება ხა უკრაინა. ზოგადად უკრაინასთან დაკავშირებით აი რომ რას ფიქრობთ, კონკრეტულად ეს გასაგებია, ვთქვათ, მაგრამ აი რა შეიძლება იყოს გამოსავალი. მეგონი ხა ზელენსკი უბრალოდ ვაჭრობს, როგორც ასე ვთქვათ, როგორც ბიზნესმენს ევაჭრება. ტრამპს ანუ უბრალოდ ვაჭრობს უკეთეს პირობებისათვის, თორე ეს ის არის, ეს თავისთავად ეს ამბობი რომ საბოლოო ჯამში ეგრე იქნებოდა. ანუ ესე იგი რუსეთი გაიწევდა შეიძლება მაქსიმალურად გაიწევდა და იქ ევროპის ჯარი დადგებოდა მშვიდობის ყოფილად. ეს მე ვთქვი, აი ტრამპი როჩეს იმის მერე რა, იმიტომ რომ ეს სხვა გამოსავალი აქ არ არის რა, ესე იგი ის არ დათმობს. პუტინი ფორმალურად არ დათმობს ტერიტორიას, შეიძლება რეალურად დათმოს. და გამოსავალი ეს არის რა, რეალურად თაფლიოს თუ ამას ესე იგი დაემატება. ანუ რასაც კორეიზაციას ეძახიან რეალურად, აი გაყოფა არა, ანუ გაიწევა პუტინი, იქ ჩადგება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა დაკავებული აქვს ევროპის ჯარები. ანუ პუტინი გაიწევა, გულისხმობთ, თავის საზღვრებთან გაიწევა. მიუახლოვდა თავის საზღვრებს, ყოველ შემთხვევაში საბადოებს აცდება და პლუს დაიწყება ამერიკული კონცესიების სამუშაოები. ესე იქნება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ამაზე არის საუბარი კონკრეტულად. არა, იმიტომ რომ ტრამპმა ხო გაუგზავნა, როდის გუშინ თუ გუშინ წინ ევროპის სახელმწიფოებს კითხვა, რომ არა, კითხვარზეა, სვალაღაცაზე. ის მინისზე არ არის ლაპარაკი პროგნოზე. რაზე არის ლაპარაკი? შენ ამბობ მინისტრი რო გაგზავნა. არა, ის სხვა არის, კაცო. არა. რა აიძულებს პუტინს, რომ მინისტრი გააგზავნა მეთქი, ფინანსთა მინისტრი ამ მოპოვებასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მთლიანად პროექტზე კი არ მიიღო იმ შეთავაზებაზე. საკუთარი ვარიანტების შეთავაზების ამბავია და ის არის გააგზავნა ევროპის სახელმწიფოებს კითხვა, რამდენი ჯარის ჩაყენება შეგიძლიათ მშვიდობის ყოფილებად გამოყვანა. ნუ გამოვარდა ამ დროს ინგლისის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და თითქოს გუშინ დაიბადა რა და თქვა რომ შევიყვანო მშვიდობის ყოფილებად, ანუ ეს ნიშნავს იმას რომ ამერიკა უნდა დაამყარო მშვიდობა და მე რა მშვიდობის ყოფილად ბრიტანული ჯარი ჩადგება. 30 წლამდე მინიმუმ უზრუნველყოფა. ბრიტანული ჯარის რაოდენობა არის 1000-ზე. სულ ყავს 107,000 სამხედრო მოსამსახური, აქედან მეგონი 70 არის სამხედრო, დანარჩენი არის ეს დამხმარე ისინი. ევროპაში რეალურად უკრაინას ყავს ახლა მე მგონი არა, ესე იგი ესე იგი 107,000 ესე იგი 70,000 სამხედრო და რამდენი უნდა გააგზავნოს ესე იგი მაშინ უკრაინაში ბრიტანეთმა მე მართლა არ მეგონა მე მეგონა 9 მილიონი მაინც ეყოლებოდა რა ახლა ხელა ქვეყანა ახო და ასე ტრადიციებით ხო 107,000 ეს თვალებში უგზე არ მივიდა რა წავიკითხე რა და იმათ კიდე უფრო ნაკლები სხვა გერმანიას ყავს 8 ბრიგადა საიდანაც თვითონ ამბობს რომ ბრძოლის უნარიანი 4-ია ეხლა ის საბრძოლის უნარიანია არ ვიცი კიდე საუკეთესო საგიწევია უკრაინამ ჩემი აზრით თუ შეიძლება დავამატებ დღესდღეობით ხო რეალური ხეირი ნახა და რას გულისხმობ მაგიდაზე აქვს ორი შესაძლებლობა ერთი არის რასაც თავაზობენ ამერიკელები ხო მოგვეცით კონცესიაშია ეს საბადოები რაღაცა პირობებზე შეთანხმდებიან და ჩვენ სამაგიეროდ გაძლევთ გარანტიებს ხო იქ რა გარანტიებზეა ლაპარაკი ამის მინიშნება გააკეთა ჰექსეტმაც თავდაცვის ministrმაც და ჯეიდი ვენსმაც გააკეთა მინიშნება კი არა პირდაპირ თქვენს თუ საჭირო გახდება ჯარებს გავაგზავნით რა შემთხვევაში გააგზავნია როცა ეცოდინებათ რომ ეს მათი
კონცესიებია და იმის დასაცავად გააგზავნა. თან მithumetes ეხლა წამოვიდა ეს თუ ჩინეთი აპირებს იგივე სიტუაციას. იგივე შეთავაზება. ჩინეთი რა თქმა უნდა მაგას არის გზავს, ესე იგი უკრაინა მაგას არ დათანხმდება და ზელენსკი არ დათანხმდება. მაგრამ ჩინეთს რო დადგა თუ არა, ჩინეთს ეს არ ჭირდება რეალურად. სულთა პოლიტიკური ნაბიჯი, იმიტომ რომ თავისი აკასათვისებელი და კიდე ყაზახეთი ყავს, ესე იგი ზუსტად იგივე ფუნქციით ფაქტობრივად მიერთებული. რადგან ეს მაინდა-მაინც არ ჭირდება ჩინეთს. მაგრამ ნუ ეს ნაბიჯი გააკეთა ჩინეთმა, ალბათ ისევ ამერიკასთან რაღაცის სავაჭროდ. და მეორე ვარიანტი, რაც აქვს, ხო, ანუ თუ ეს არ გამოვა, სხვა ვარიანტია, აგერ ეს ევროპელები დაფაცურდნენ და ყოველ შემთხვევაში თუ თავის ინდუსტრიას ვერ შექმნიან სამხედროს და მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ სწრაფად ისინი შექმნიან, იმაზე ხო დათანხმდნენ უკვე რომ 5%-მდე გაზარდონ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტები GDP-ის 5%-მდე და რომ ეს ამ ფულით შეუკვეთონ იარაღი შეერთებულ შტატებში და მიაწოდონ მერე ისევ და ისევ ერთი სიტყვით უკრაინას გაუჩნდა ვარიანტები. მე არ ვამბობ რომელია უკეთესი, მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, ხო? ერთი ომის გაგრძელების შემთხვევაში ეს არის ევროპული ფულით დაფინანსებული ამერიკული იარაღი და გადაცემა და ომის გაგრძელება. მეორე ვარიანტი არის გაყინვა რაღაცა პირობებით, დეტალებში არ ნუ შევალთ, არ ვიცით. და ესე იგი უსაფრთხოების გარანტია ან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ყოფნით ან ჰექსეტმა არ გამორიცხა ბირთვული იარაღის გადაცემაც. რაღაცა იქ ქობინებიც იპოვესო ბირთვულია გარიცი რამდენად არ უპოვლიათ, არა, იქ ყველაფერი განიარაღებულია, მაგრამ კითხვა დაუსვეს და ჰექსეტმა ესეთი პასუხი გაცა, რომ დაუშვა, შეიძლება რომ გადაეცეს. ტრამპი როგორც იტყვის, რომ მე საწინააღმდეგო არ მაქვს არაფერიო. ერთი ფაქტია, რომ ევროპა იძულებულია, რომ და აი უკვე ნათლად ხედავს, რომ უკრაინა მას როგორც პარტნიორიც სჭირდება, თუნდაც აი ეს ციფრები, რაც თქვა, გიგი მახსენა, აი ეს ჯარის სიმცირე თუ მომზადებლობა დღეს უკრაინა ესეთი ძლიერი ძალად ყალიბდება და პარტნიორად. ზელენსკიმ თქვა, რომ მას ყავს 110 ბრიგადა, რუსებს 220. ლაპარაკი არის ბრძოლის უნარიანზე, აღარაა ლაპარაკი, ეს არის ყველანაირად გამორზმედილი ხალხი. ხო, მაშინ როდესაც ევროპას ყავს ჯამში მთელ ევროპას ბრიტანეთის ჩათვლით 80 ბრიგადა. ნუ მათი საბრძოლო მზადყოფნაზე ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ და აღჭურვაცეს და ეხლა თან გამოვიდა რაღაც დაიწყეს უკვე როგორც იმა ნატოს სიმაგენდი თქვა და შეეშინა ეს ევროპელები, ეხლა დაიწყეს რაღაც სტატიების წერა, რომ აი უკრაინელები იბრძვიან საბჭოთა მეთოდებით და არ ეთანხმებიან ნატოს სტანდარტებს და ნუ ერთი საერთოდ სისულელია კაცო, ისინი იბრძვიან, ხო და შენ ნატოს სტანდარტი გაქვს ფურცელზე და იმაზე თამაშზე, სამხედრო თამაშზე და ნუ რანაირად ეწინააღმდეგებიან მაგას, ხომ ისინი იბრძვიან, ტერიტორიას იკავებენ, უტევენ კიდეც იმ დასაცილო რაოდენობის იარაღით, ხო და უკვე დაიწყეს ეგეთი რაღაცების წერა, ანუ ევროპაში ძლიერდება, რომ ესე იგი ეს უიმედოა ეს ამბავი რა, რაც არ უნდა იარაღი მივცეთ, იმას უკრაინელები გამოვიყენებენ ცუდად. რაც არ უნდა იარაღი მივცეთ, ესე იგი პუტინი უფრო ბევრს გააკეთებს, მაგრამ ეს დაიწყო უკვე და ეს მოსალოდნელი იქნება, ამიტომ ძალიანაც ახლა ვიძგვისმეს, ძალიანაც ამას უნდა უჯერებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ისეთი სპონტანური რეაქცია იმაზე რა, აი ამ strategic disambiguity-ზე, რაც ტრამპმა შექმნა იქ რა, ანუ არანაირი პრობლემა მაგ ხრივ არ არის და ძალაუჯამში ხო, ნუ ეგრე მოხდება, ტრამპმა თან ისიც თქვა, რომ გაუსახათ ერთი 500 მილიარდია, ბევრი ცდილობს დღეს ისხნას რა, დაწეროს და ილაპარაკოს, რომ ეს 500 მილიარდში იგულისხმება აქამდე მიცემული იარაღი. არ იგულისხმება აქამდე მიცემული იარაღი, იგულისხმება აწირასაც მისცემს. იმას, იმიტომ რომ ხა ტრამპი არანაირად არ არის პასუხობელი იმ იარაღზე, რაც ბაიდენმა მიცემა, ხო, უკრაინელებს, ხო და ისიც რამდენი მიცა ვიცით. ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ აწი თუ იქნება იარაღის გადაცემა, ესე იგი ეს მოხდება 500 მილიარდის ფარგლებში, რომელიც უზარმაზარი ფულია, ხო, დღეს ესე იგი წარმატებით ომისათვის მაგ იმაზე სამხედრო როგორც წამიკითხავს, მაგ სამხედრო არეალში დღეში უნდა დაიხარჯოს ესე იგი 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე. ამ საშუალებას მიცემს რა ესე იგი ტრამპი რომ უკრაინას ესე იგი გამარჯვების საშუალება ჰქონდეს და პლუს თქვა რომ ის არ შეწყვეტოს უკრაინაში იარაღის გაგზავნას, რომ პუტინმა არ ფიქრობს რომ არ მოიგო. ემეტი რა უნდა თქვას. ორ რიცხვს დავამატებ პროფესორი. რიცხვები საინტერესოა. ხო, რიცხვები საინტერესოა. ზელენსკიმ მიუნხენში განაცხადა, რომ პარიტეტისათვის მას სჭირდება რუსებთან, აი პარიტეტისათვის სჭირდება, რომ უკრაინის არმია გაეზარდოს 1.5 მილიონი ჯარისკაცამდე. ანუ მან ეს ევროპელებს პირდაპირ უთხრა, რომ თუ გინდათ უსაფრთხოება დამიფინანსეთ აი აქამდე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა. ევროპელები ჩემი პროგნოზი იქნება ეგეთი, რომ რა თქმა უნდა შეეცდებიან, ოღონდ თავიანთი ჯარი არ იყოლიან და ისე უკრაინელები მოამარაგონ. თანხით და იარაღით მოამარაგონ. და კიდევ რიცხვები ძალიან მნიშვნელოვანია. 3 წლის განმავლობაში, ომის 3 წლის განმავლობაში უკრაინამ ბაიდენის ადმინისტრაციისგან მიიღო მხოლოდ 2 ბატარეა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა პეტრიოტის. მხოლოდ 2 ბატარეა. როდის იწყებს ქვეყანა ომს? რა ეკონომიკა აქ ცუდად, ხო? კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში არ ვიცი არ დაუწყია არასდროს რა. ხო და ეს მისი რაღაცა ფართხალიც ამ იმაზე რა. თავის გარშემო იგივე ტაივანი იგივე ესა მაგით არის გამოწვეული და ასე რომ ჩინეთის ახლა ხო ხმას არიდებს და იქ რო ჩავიდა. იმას კონდა ხო? საგარეო საქმეთა მინისტრს კონდა გამოსვლა და დაინგრა მთელი დარბაზი ტაშით. ესე იგი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისე მოიწევთ. ანუ პლუს კიდე არის მნიშვნელოვანი ამბავი რომ ესე იგი ევროპის კეთილდღეობა დიდწილად დგას იმაზე ჩინურ ტვირთზე. იმიტომ რომ მაგალითად გერმანიის ისა გერმანიას ეხლა ისეთ რამეს ვიტყვი რასაც არ დამიჯერებთ, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომ გერმანიას ყავს ყველაზე დიდი სავაჭრო ფლოტი მსოფლიოში. სავაჭრო ფლოტი? ხო. ხო, ჯერ რადგან ამბობ თუ რომ ძალიან მიყვარს რა გამიკვირდა. საერთოდ გერმანიის ფლოტის ამბავი გამიკვირდა და მით უმეტეს ყველაზე დიდი. ხო, ყველაზე დიდი სავაჭრო ფლოტი მსოფლიოში. გადავამოწმოთ თქვენის და ვარჯიშ, მაგრამ ძალიან საინტერესო ინფორმაცია აქვს. ეს ფლოტი არის იმისათვის, რომ ჩინური საქონელი არ იგოს, ესე იგი, მთელ იმაში, რა ოკეანეებში და იმაში. და ეს მისი მაღალი შემოსავალი დიდწილად დგას ამაზე რა, ეს გერმანულ პორტებში, ჰოლანდიურ პორტებში, იქ სადაც შედის ეს ჩინეთის ისა ჩინეთის წარმოებული პროდუქტი და ასევე იქაც მუშაობენ რა, ესე იგი, მასში წყნარ ოკეანეშიც მუშაობს ეს ფლოტი რა. ასე რომ ეს ის არის რა, დღეს ევროპის კეთილდღეობა არის ჩამოკიდებული ჩინეთზე. შეიძლება ნახევარზე მეტი არა, მაგრამ არც ბევრად ნაკლები ნახევარზე რა. ჩინეთს პრობლემა აქვს იმდენად, რამდენადაც მისი საგარეო ეკონომიკური, მოდი ასე ვთქვათ რა, პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება თავის დროზე საბჭოთა კავშირის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკისგან, იდეოლოგიზებულია. ანუ ეს მარქსიზმის, მაოიზმის და გავრცელებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მათი საგარეო ინვესტიციები, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაში, მათ შორის საბანკო ინფრასტრუქტურაში, ინდუსტრიაში სხვათა შორის, ხო, იგივე მაგალითად ქარხნების შენებლობა დაიწყეს იქ მექსიკაში და ასე შემდეგ. არის სახელმწიფო ფულის განაწილება არის იდეოლოგიური მოტივებით. შესაბამისად, ხვდებით, რომ როდესაც იდეოლოგიური ფაქტორით ხდება ფულის განაწილება, მისი ყაირათიანობა, ანუ ამონაგები და ასე შემდეგ იქნება არაეფექტური. იდეოლოგია ეს არის სოფლიო ბატონობა უნდა რა. ხო, მაგრამ აი ამ მარქსიზმის თუ რა ქვია, მაოიზმი დავარქვათ, ხო? აი ამ უბედურების ღერძზე, ხო. თუმცა მაგაში მე ვეპარება რომ ეს მაოიზმი, მაგრამ ეს გავარვარებული მაოისტია. არა, კი, მაგრამ გავარვარებული მაოისტი რომელსაც უნდა რომ იყოს სოფლიოში პირველი კაცი, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდა. რისი კარი გარანტიაც ჰქონდა იმისაგან წინა ადმინისტრაციისგან ამერიკის შეერთებული შტატების, რომ ჩვენმა შეიძლება ერთ დღესაც დაკარგოს ამერიკის ბაზარი და სადიშოვებს სხვას. არ არსებობს სამხელა ბაზარი, ხო? სოფლიოში არ არსებობს სამხელა ბაზარი, თან ინდოეთში ნელ-ნელა ყველაფერი მიდის კარგად, იმიტომ რომ იმის გამიხედავთ, რაც გვესმის სიტუაცია, დემოკრატიული ქვეყანაა, ახალგაზრდობა დიდ ნაწილს შეადგენს იმის მოსახლეობის, ტექნოლოგია ძალიან განვითარებულია და ვითარდება. და ყველა არ იყო, ესე იგი, არ არის ეს ამერიკის ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთის ურთიერთობები ახლა ახალ იმას იწყებს რა, ახალ ფაზაზე გადადის და პლუს ეს ისა რა, ესე იგი, სავაჭრო ისა ტექნიკურად არა, იმისათვის ინდოეთი ბევრად უფრო მოსახერხებელი ადგილია რაღაცის საწარმოებლად ერთად სოფლიოში გასაოცარებლად ვიდრე ჩინეთი. ინდოეთის ოკეანე რაღაცა ის არის. ხო, ინდოეთი თუ გადაიქცა იმათ, რა ქვია, სოფლიო მანუფაქტურად, გაცილებით მოსახერხებელი. თუმცა ინდოეთი არ გადაიქცევა სოფლიო მანუფაქტურად, იმიტომ რომ ამერიკას პრეტენზია აქვს თვითონ გადაიქცეს სოფლიო მანუფაქტურად, მაგრამ ინდოეთში დაჭირდება ბოლო-ბოლო რაღაცა მოკავშირე, რაღაცა პროდუქტი, რაღაცა წარმოება, რომელსაც ის ვერ გააკეთებს ან არ გააკეთებს და ამ შემდეგ რა. მithumetes ფოლადი ინდოეთი მაგალითად ინდოეთი ის არის, ხო? ცნობილია ამის ფოლადის წარმოებები და ყველაზე დიდი ფოლადის მაგნატები. თან ეს ლოჯისტიკური მხარი ბევრად ნაკლებია ვიდრე ჩინეთიდან რა. საქართველოს მაგალითად შავ ზღვაზე თუ მოუნდა გასვლა და
და ევროპის მიწოდება საქართველოს ბევრად მოკლე გზა არის ვიდრე ჩინეთიდან. ტესლას აქვს დიდი ქარხანა ჩინეთში. ხო, და ეგეც ის არის, ხო, აი. ეგ ფაქტორი არ არის, თქვა. ფაქტორი არის. ანუ ფაქტორი რა, აი, რაღაც ნიშანი არა. გამოიტანს ინდოეთში რა. ადვილად იმას ისავს. თურქეთი სად არის ამ დროს? აი ჩვენთან რამდენად არის თურქეთის ფაქტორი და ზოგადად ევროპის აი სტრატეგიულია ეს ახლა გადალაგების დროს, ხო, გადალაგების დროს აი თურქეთის ფაქტორი რამდენად ითვალისწინებენ? აი თქვათ იგივე უკრაინასთან, უკრაინის ასეთ წამოწევასთან ერთად თურქეთზეც ხო არ მიყვის გადააზრება. ერდოღანი გაჩუმებულია. თურქეთსაც ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ეკონომიკური პრობლემა არის გაჩუმებული. წასვლის დრო არის, ეს ამოიცნობს და ევროპისკენ ინტეგრაციისკენ გზა ხო არა აქ ევროპის? არა, პირიქით. არა ხო? პირიქით უნდა, ესე იგი ხო აცხადებს ეს მოხუცი კაცი რომ ის უნდა ოტომანების იმპერიის აღდგენა უნდა და რა ევროპისკენ. ხო და არა, თვითონ ევროპა ხო ვერ ხედავს ამის დაინახავს ამის საჭიროებას ახლა ახლა. ვერას ვერ აიღებს. ხო, ნუ ამის იძახის, მაგრამ ნუ თავარი ორიენტირი მაინც იქ არის, იმიტომ რომ ისევ აგძელებს იმისი ქურთების ხოცვას, ისევ ამბობს რომ ისრაელი ის არის, ისრაელი ცუდები არიან და არასდროს მოქმედებენ. ასე რომ პრობლემა თურქეთს ეგ არის, რომ თან ეკონომიკური კრიზისია, იმიტომ რომ ნუ აი სანამდე შეიძლება ესე იმივანი ინერცია რაც 90-იან წლებში დაიწყო მოატანოს და პრობლემაა და არის მისი პირადი პრობლემა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის რა, ნუ ფაშა რა, სულთანი არის იმის. აშანტაჟებდა ევროპას ამ ლტოლვილების ხელოვნური კრიზისის შექმნით, ხო? ეგ თემაც ნელ-ნელა მოწდა, იმ ლტოლვილების ნაწილი შებრუნდა სირიაში, აი ამ ცნობილი მოვლენების შემდეგ. და აი მისი როგორც ეს მომლაპარაკებელის თუ რაც არის ხო შუამავალის როლი ამ სირია და ევროპა ამ ლტოლვილების საკითხში დამცირდა მით უმეტეს ევროპაში ტრამპის მოსვლის შემდეგ ჩვენ ხედავთ რა ეს ეგრეთ წოდებული მემარჯვენე მე მაგ ტერმინს ცოტა სხვანაირად უყურებ მაგრამ ხო ნაციონალისტური პარტიების ესე დავარქვათ ხო მათი გავლენა მატულობს რომლებიც ამ ემიგრაციის წინააღმდეგი არიან ამიტომ დიდი საშანტაჟო აღარაფერი არ აქვს ინსტრუმენტი იქ ისეთი პოლიტიკური ძალები მოდიან რომლებიც მასეთ შანტაჟზე აღარ წამოვლენ პირიქით ვინც მიიღეს შეიძლება უკან დაუბრუნონ ხო ამანათებით ასე რომ ჩვენ ვაკვირდებით რომ საკმაოდ გაჩუმებულია რაღაც ქონდა 1-2 გამოსვლა აი ამ ღაზის დეპორტაციასთან, ეგრეთ წოდებულ დეპორტაციასთან დაკავშირებით რაღაცები დაიმუქრა და გაჩერდა მე, იმიტომ რომ არც არავინ აღარ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ მისი ვითომ გავლენით სირიაში მოსული ხელმძღვანელობაც კი ძალიან არა, მაგრამ უკვე დისტანცირდება თურქეთისგან. ასეთ სოლიდურ დისტანციას იკავებენ უკვე და თავის პირობებს უყენებენ, ასე რომ ამ ეტაპზე გიგიმ სწორად თქვა რა კაცი მოხუცია რა და დროა. ხო და სირია სად იყო რატო იყო მნიშვნელოვანი რომ იყოს ბევრი პროექტი ამ იმქიდან შუა აღმოსავლეთიდან გაზის მილის გაყვანის და ყატარის გაზზე თურქეთი ფიქრობდნენ რომ თურქეთი არის ყველაზე კარგი ბარაკ. ეხლა მეგონი აღარ ფიქრობენ რომ თურქეთი ყველაზე კარგი ვარიანტია და შეიძლება ყველაზე კარგი იყოს ავით ისრაელი ან რაღაცა რა დავუშვათ იმით. ხო, ლაპარაკი ისრაელის ზღვიდან. ხო, ანუ სულ აღარ არის თურქეთს საჭირო და ამის ეშინია ბუნებრივია, იმიტომ რომ ბოლო დრომდე ამას იმუშავებდა ესე გამითი. ნუ შანტაჟებდა არა, მაგრამ ნუ ეს იყო მის კოზირი რომ აი თუ გინდათ ესე იგი პუტინის ალტერნატიული გაზი აი ჩემ ტერიტორიას გამოვა. არ გამოვა რა, სულ შეიძლება რომ საერთოდ არ გაიაროს და წავიდეს იქიდან. ან ეს აბრაამის შეთანხმება თუ დაიდო საუდებთანაც ყატარი მიყვება აუცილებლად, მაგრამ ყატარს ისრაელთან სხვათა შორის ყველაზე უფრო კაი ურთიერთობები აქვს იმ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან. და მე უკვე აი ყატარის გაზის პროექტი წინ არაფერი არ დაუდგება ჰაბით ისრაელში, რომელსაც თავისი გაზის საბადოები აქვს მოგეხსენებათ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ასე რომ დიდი ჰაბის გაკეთება შეიძლება სულ არ არის საჭირო თურქეთის ისრაელში ან კვიპროსზე ან სადღაც ეგრე შეიძლება ამის გაკეთება თავისუფლად. ანუ თურქეთს აუცილებელი ჩართვა ამ ევროპის ახალ უსაფრთხოების რაღაც კონცეფციაში, მაინც ინტეგრაცია ხო თურქეთის ამ ადამიანთან საუბარს ყველა ხვდება რომ მოდი რბილად ვიტყვი რთული მომლაპარაკებელია რა.
გასაგებია. ჩვენ ისე რჩება ჩვენი საკითხი, ჩვენ გარდა იმისა, რომ მოვითხოვოთ რაღაც ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაღაც დავაბრუნოთ ჩვენი თქვათ კურსი ცივილიზაციისკენ, შევცვალოთ რაღაცნაირად ეს რეჟიმი და ეს მთავრობა, რომელიც ყავს, აი სხვა რა პერკეტი ხრჩება, აი ამ მოთხოვნის გარდა რა შეიძლება რომ გაკეთდეს. ამ თავის შეცვლის გარდა. სხვა რა მათემატიკაში არის აუცილებელი და საკმარისი პირობის ცნება. რომელი თქვი აუცილებელი პირობა და შესრულებასო საკმარისი ლაპარაკი. თუ ამერიკელები, იმიტომ რომ ოპოზიციას დღეს არ აქვს მოლაპარაკებს არანაირი პერკეტი, არც ისტორიულად და არც ინტელექტუალურად მე რო ვკითხო. აი ეგ გულისხმობ თუ რამე შეიუძლია რამე როლი იკისროს რა. არ შეუძლია, როგორც ჩანს არ შეუძლია, იმიტომ რომ ერთენ მხრივ არის ვალდებულებები, იგივე დაუშვათ იმასთან. ივანიშვილთან და მეორე მხრივ არის რომ ვერ ხედავენ ხალხი იმას რა მართლა ეს არ იყოს Facebook-ზე აგინებენ ტრამპს რა რამდა ელაპარაკო სამშობლოებით არის რა ხო და ესა არა და ერთადერთი შანსი არის ზუსტად ეგა რომ ამერიკელები მოილაპარაკებიან ქართულ ოცნებას და დაარწმუნებენ რომ ესე იგი მათ ვიჯობია რეალური არჩევნები გადადგენ და რეალური არჩევნები ჩაატარონ რა ეს შანსი არის თვითონ ოცნების განცხადებები და განწყობით თქვათ რაღაცა სხვა სასხივებენ თითქოს რაღაც გაივაკეს რომ საჩვენოდ მიდის საქმე და ამიტომ გადავაგორეთ ანუ ეს საომერო სამაგათო თუმის საქმე არა რანაირად შეიძლება თუნდაც ყველაზე სულელმა ქოცმა ამორჩეულმა დაუჯეროს რომ ადამიანები რომელიც ირანთან და ჩინეთთან ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას იმას რაღაც ამერიკასთან გაივაკებენ და ამერიკა არ გაიხედავს მათგან ეს ხო სისულელია ფულს ეძებენ და ფული ამთავარი ფულს ეძებენ და სასაცილო რაოდენობის ფული მე მგონი საერთოდ დატრიალდა ეს ფული რა ეს იქიდან რომ ჩამოიტანეს არაბეთიდან ხო ის რაღაცა ხო ის არაფერი არ არის ხო რაღაცა 6 მილიარდის დაპირება დაპირება ფულს არ ჩამოუტანიათ დაპირება ხო სინამდვილეში როგორ ჩანს ეგ იყო რა სინამდვილეში ეს დატრიალება იმას აკეთებენ პრაკრუტკას აკეთებენ ჩვეულებრივ არაბები გიჟები არიან ამათ ფული მიცემ რა ხო თან ახლა არაბეთზე ლაპარაკი 6 მილიარდზე ახლა იმათი მასშტაბები ძალიან პატარა ფულია ეს რა იმათი ძალიან პატარა რა არის 6 მილიარდი ახლა ისედაც არაფერს გადაწყვეტილება რა უნდა იყოს არაფერს არ არის მაგის იმედზე როგორ ჩანს იარეს ვერ იშოვეს ეს დიდი ფული და მოდი რაღაცა პატარა დატრიალება გავაკეთოთ და გააკეთებს რა ეგ არის მთელი ამბავი რა ანუ ეს არ არის გავაკებულები ფული რეალურად არ არის ასე რომ ეს ბუნდოვანება ერთი კარგი ის არის რომ ალბათ ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება კი თქო ხვალ შეიძლება არ დასრულდეს მაგრამ რაღაცნაირად ისეთი პირი უჩანს რომ დროზე უნდა გადაწყდეს ნუ კონკრეტულად უკრაინის საკითხი და ასევე ის არის სტრატეგიული ბუნდოვანება საქართველოს უნივერსიტეტში იმიტომ რომ ტრამპი არაფერს არ ამბობს ვილსონი ლაპარაკობს ხო და ბევრს ლაპარაკობს და ივანიშვილს ახსენებს ყოველთვის მეორე იმაში რა ხო და ამიტომ ეგ სტრატეგიული ბუნდოვანება და ამიტომაც ისინი ვიღაცები დასაცილო ხალხი წერს არა ვილსონს ეგ ტრამპთან არ ექნება შეთანხმებული ტიპი თაგავს დაწეს რა ხო კაცმა ლენდლიზის ახალი პროექტი შეიტანა და თურმე არ არის როგორ შეიძლება რომ აქ ისეთი მნიშვნელოვანი კანონ პროექტი შეაქვს და არა აქვს შეთანხმებული პარტიასთან და პარტიის ლიდერთან და პრეზიდენტთან წარმოუდგენელი ამბავია თან მნიშვნელოვანი რა არის ამ ისტორიაში იმიტომ რომ ესე იგი რის გაუნდებელ ყოფას აპირებს ტრამპი ამ 500 მილიარდზე ლაპარაკი და იმაზე წიაღისეულზე იმიტომ რომ ლენდლიზი ხო მარტო ბრიტანეთმა გადაიხადა მეორე მსოფლიო ომის მერე რუსეთს არ გადაუხდია საერთოდ არ გადაუხდია არაფერი არ გადაუხდია რა ხო და ეს არის იმისისა რა იმისი პირობა რომ ლენდლიზს გადაიხდეს იმიტომ რომ ექნება ამ წიაღისეულის დამუშავების და მართლა საერთოდ კაპიკი არ გადაუხდია რა ბრიტანეთმა გადაიხადა ლენდლიზის მე ბრიტანეთმა 2003-2005-ში დაამთავრა კი რუსებს არ გადაუხდიათ რა გადაიხადეს ბოლომდე შეღავათების შეღავათების იმები გადაიხადეს სადღაც 2004-ში თუ 5-ში დაამთავრეს ბოლო ოჩა თუმცა მე გარწევით ეგ უნდა ნახო ერთი რა ხო მე მგონი არ გადაუხდეთ იქ რაღაც მე მგონი მაგრამ ამბობენ რომ არაფერში არ დახმარებია ეგ არის პარადოქსული რაღაცა აი ხო თუმცა მე მგონი მაგ რაღაცა ის იყო რა რაღაცა იყო მოკლედ უნდა ნახო რა რუსეთს მგონი რაღაცა იქ იეშმაკეს რა ამერიკელებმა რაღაცა არ გადაუხდიათ ცავით რა კი ჩაითვალა რომ დამთავრდა მაგრამ მე მგონი როგორ იყო ბრიტანეთმა გადაიხადა არა ეგ უნდა ჩავხედო კარგად რა იმიტომ რაღაც ეგრე მახსოვს რა მახსოვს ესენი ამერიკელებს რაღაცას ედავებოდნენ თავიდან უთვლიდნენ ამას ჩაითვალა რაღაცა ისქნეს რა იმათ მე მგონი ხელი ჩაიქნიეს რაღაცა ეგრე იყო მოგე დაიხურა ეგ საკითხი ვალი არ არის მაგრამ ეს არნიშნავს რომ გადაიხადა რუსეთმა რა
ფაქტია რაღაც მართლა გაურკვეველი მდგომარეობა მე პირადად ჩემთვის ის მაქვს სულ წყალგამყოფი რა 10 წლის წერტილად მაქვს სომხეთში როდესაც მოხდა მიწისძვრა 88 წელს სპიტაკში ჩვენ მაშინ პატარა ვიყავი და აი მაშინ ვიგრძენი პირველად და მაშინ დავინახე რომ რაღაცა სისტემა რომელიც საერთოდ არ დავფიქრებული ვარ მანამდე რომელიც ავტომატურად მუშაობდა პირველად ჩემ ცხოვრებაში აი ეს შემოვიდა რომ რაღაცა დაინგრა სკოლებში აღარ მივდიოდით რაღაც მანამდე ის მოხდა ჩერნობილი მაგრამ ჩერნობილს თითქოს ამხელა გავლენა არ ქონდა ან მაშინ ცოტა პატარა ვიყავი და რაღაცა და ეს ამ დროს დაინგრა რაღაც სისტემა რასაც მე შემდეგ მალევე 9 აპრილის მოვლენები იყო მე საბჭოთა კავშირის დანგრევა და არასდროს პირადად ჩემ აღქმაში და არც რაღაც ობიექტურად რასაც ვიყურებოდი ირგვლივ არასდროს არ იყო რაღაცნა დალაგებული სიტუაცია მაგრამ აი საერთაშორისო თქვათ მასშტაბით თითქოს ეს მდგომარეობა იყო რომ ამერიკა თავისი როლით რუსეთი უკვე საბჭოთა კავშირი დააშლილი და ეს და რაღაც დონემდე ეს რაღაც წესრიგი ნარჩუნდებოდა დღეს ვგრძნობ რომ და ვხედავ რომ ეს წესრიგი ძალიან რაღაცნაირად კიფია არეულია და ესეთი მდგომარეობა არ ყოფილა არასდროს იმედია ეს გადალაგება დამთავრდება კარგად. ეს გამოსვლას და ვიტირეზე იყვირეს რაღაცა ესე იგი როგორ თქვა და რა თქვა რაც ხდება ყველაფერი ის თქვა რა იქ არაფერი მაგრამ პრობლემა არის კიდე ერთი რა როცა ამბობენ რომ ესე იგი არსებული საერთაშორისო წესრიგი ირღვევა რა მოგწონთ ამას არსებულ საერთაშორისო წესრიგში ხო რა არის ამას რას მივტირით რომ რა აი კი ბატონო ვიღაცები ტირიან რა რაღაც პროფესორები აქ რომ ვაიმე არსებული წესრიგი რა არის ამაში მოსაწონი ამ წესრიგში რომ ის არის ესე იგი უკრაინაში ბუჩაში რომ ბავშვები დახოცეს ეს არის ამ წესრიგში მოსაწონი თუ ავიცი სამხრეთ ამერიკაში რა ხდება ეგ არის მოსაწონი თუ შუა აღმოსავლეთში ეგ არის მოსაწონი ამ რაც უშუალოდ სირიაში ხდება ეს არის ის რაც მოყვა იმას იმ საერთაშორისო წესრიგს რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე დადგინდა და ეს არის იმის რის შენარჩუნებას მინდა იმ წესრიგის ნაწილი არის ხოცების მოსვლა საქართველოს ნაწილი რატომ მიტირიან ეს ხალხი ამას მე მართლა არ მესმის რა განახეს ამაში კარგი რა ძალიან გაუგებარია გაკავი რა ხო ნუ ის არის მართალი ერთადერთი რომ თქვა ამერიკა აი ბალანსს გულისხმობენ ალბათ იმ რაღაც რომ აი რუსეთის ბალანსდება რაღაც დასავლეთის ტირიან იმიტომ რომ აი როგორ ევროპა ეს ხომ არის რაღაცა რა არის ევროპა კაცო ევროპა არის ისა ბიუროკრატია რომელიც იმაშვება რა ესე იგი უფრო იქცევს ჯგუფის ინტერესებს ვიდრე ადამიანის ინდივიდის ინტერესებს ეს ხო ესეა რა ათუნდა ხა მაგ წესრიგის ეროზია დაიწყო იმავე მომენტიდან როცა ეგ ტიპის წესრიგი დამყარდა მე ვგულისხმობ საბჭოთა კავშირის დაშლა კლინტონის ადმინისტრაციის მოსვლა სამხედრო ხარჯების შემცირება სოციალურზე სამხედრო ისა ხარჯების გაზდა იმიტომ რომ ნუ არმია აღარ გჭირდება ის არ გჭირდება ასე გჭირდება მთელი ეს ველფერის გაძლიერება ამერიკაში საგარეო პოლიტიკაში ნელ-ნელა ყურების ჩამოყრა რუსეთში რა ხდება იმაზე ასე ვთქვა თვალების დახუჭვა გაგახსენოთ ის რუსული არმიის მარში 1999 წელს პრიშტინაზე როცა პრიშტინა ხო ეს დემოკრატია ელცინის პირობებში ხდებოდა ჯერ კიდევ ხო და მერე წამოვიდა და იგივე რა აფხაზეთი დემოკრატია ელცინის პირობებში მოხდა რა ის არის ხან ბუშმა ჩახედა თვალებში და მეგობარი დაინახა ხან ხო და დღესაც აი ეგ განცხადება რომ აი პუტინს მშვიდობა უნდა თითქოს ტრამპს არ აღიქვამენ იმად ვინცაც ენდობიან რომ ეს წესრიგი თქვათ ახალი წესრიგი ვანდოთ როგორ დაალაგებს რა ტრამპის ეშინიათ ისე იმიტომ რომ ზავს თქვი მე რა რომ ესე იგი ვინმე არ მოინდომოს ამ ახალი ადმინისტრაციის წესების გავრცელება იმაზე რა ევროპაზე და იქ მე რა აღმოჩნდება ტრისაც რა ეგ კარგია თუ მოინდომოს თუ ფინანსურ პოლიციაში შეუშვეს ფინანსური რა ქვია აერესი რა საშემოსავლოში შეუშვა აუდიტი პენტაგონში ადრეც ყოფილა აუდიტი მაგრამ აერესში არასდროს არ ყოფილა აუდიტი მე მგონი რაღაც დონეზე ამოვწურეთ სასაუბრო ბევრია მაგრამ ხო მე მგონი ძალიანაც რო აღარ გადავღალოთ ჩვენი მსმენელი თუ რამეს ხომ არ დაამატებდით არა მე მგონი ბევრი ლაპარაკი ასე მგონი მაშინ მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ რომ ძალიან გთხოვთ მოიწონეთ ჩვენი გვერდი გამოკვლევით YouTube-ზე და გვადევნეთ თვალყური დიდი მადლობა სტუმრობისთვის საინტერესო იყო თქონდა საუბარი მადლობა